საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. შორისდებულთა ომი. თუ რა ვიგულისხმე ამ სათაურში, ამას თქვენ ახლავე მიხვდებით. ახლავე, როდესაც წარმოგიდგენთ პატარა ფრაგმენტს, პატარა სიუჟეტს, რომელიც ამ გადაცემას ეპიგრაფად წარუმძღვარ. არა, მე უბრალოდ კითხვა დავსვე. კითხვებს საქმეებსო. დიახ. სულ ეს იყო. შორისდებულები. ერთმანეთში ინფორმაცია გაიცვალა. უпроსორად ერთმანეთთან დაპირისპირების ჟესტიკულაცია მოხდა. და ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ ამ ორ პერსონას შორის, რომლებიც ახლა თქვენ ეხილეთ, ანუ გახარიასა და წულუკიან შორის. ეს არის დაპირისპირება თუ გნებავთ ორ პოლიტიკურ ძალას შორის, უпроსორად პოლიტიკურ ძალასა და აგენტურას შორის, დასავლეთის აგენტურას შორის, რომელიც საქართველოში ბობოქრობს. ეს არის თუ გნებავთ დაპირისპირება სახელმწიფოთა შორის, რომელმაც შეიძლება გლობალურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს, ბირთვულ კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დიახ, აი ამ ორ შორისდებულში ჩაიდო ეს ყველაფერი. ახლა კი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში, რა არის ის, რაც საქართველოში ხდება, მოდით ამის გამომსახველი მხატვრული პატარა ეპიზოდი ვნახოთ, თუ რა ხდება დღევანდელ საქართველოში. Domnule Carman, agel vermedeno. Gidi bire. Ha, orqay. ეს შენი დაპატიმრებულები არიან. დაიმადე. რამდენი პატიმარი არ ეტევა ბატონო ყორყორი ამ ციხეში. კარები დაგეტილია. კი ბატონო. აბა დატეულა დაიგალ. როდი. ხო, საქართველოში დაიწყო დაჭერები, დაპატიმრებები, დაიწყო ერთი სიტყვით მთელი სერია ამასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ეს? რასთან გვაქვს საქმე? მე მგონი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული და იმედია გაირკვევა მალე და იმედია რომ რაღაცა დიდი უბედურება არ იქნება ამის უკან დამალული, იქნება ის, როგორც მას გვაწვდიან, როგორც გვეუბნებიან, რომ ეს არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ბრძოლა თუ გნებავთ სახელმწიფო გადატრიალების მომწყობებთან, პოლიტიკას ამოპარებულ ავანტურისტებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში სურათი დღეს ასე გამოიყურება. გუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,593,212 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აი ასეთი გახლავთ ვითარება და არ არის ეს ხუმრობა ამბავი. ძალიან რთული ამბავია, როდესაც ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მეორე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების შეფი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაღალი ჩინის მოღვაწეები. ყველანი იყვნენ წამოსულები, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წიაღიდან. ყველანი არიან ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამზრახველები და თანამებრძოლები. ახლა ასეთი სურათი იკვეთება. მე ერთხელ თქვი ამ გადაცემიდან და დღესაც გავიმეორებ. დაუშვათ, წარმოვიდგინოთ ასეთი არასასიამოვნო სურათი, რომ სახელმწიფო გადატრიალება შემდგარიყო და სააკაშვილის ხროვა მობრუნებულიყო საქართველოს ხელისუფლებაში. ისინი რას გააკეთებდნენ? გააკეთებდნენ იმას, რაც ახლა ხდება. იქნებოდა დაჭერების, დაპატიმრებების მთელი სერია და მიადგებოდნენ სწორედ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს მიადგა საქართველოს ხელისუფლება, თვითონ ქართული ოცნება. ამიტომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია და ეს ვითარება, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის არის კითხვის ნიშნის შემცველი და საზოგადოება ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხს ითხოვს, თუ რა არის ეს და რასთან გვაქვს საქმე. აქ კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ფრაგმენტი მხატვრული ნაწარმოებიდან, მხატვრული ფილმიდან, რომელიც თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, მაგრამ ამგვარ სიტუაციებს ეხმიანება და მოდით ჯერ ეს ფრაგმენტი ვნახოთ და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი.
მისმინე სანდრო. მე ბევრი ვიფიქრე. მთელი ღამეები ვფიქრობდი. ჩვენ უნდა დავასახელოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეროვნული პარტიიდან. მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ. მაგრამ როდესაც ეს 100,000-ებს მიაღწევს, ზევით დაფიქრდებიან. საგანგებო ეროვნულ კრებას მოიწვევენ და გამოაშკარავენ ყველა იმ ბოროტმოქმედს, ვინც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. ეს მისანდრო. ეს ტაქტიკა. მიღმაგური მსაგრული ტაქტიკა. მოვაწეროთ ხელი ყველაფერს. ეს საქმე უნდა მივიდეს აბსურდამდე, სრულუაზრობამდე. 100,000 ცუდადური ჩვენება. გვირაბი პომპეიდან ლონდონამდე. ყოველივე ეს აღაშფოთებს მთავრობას. და იგი ხალხის ცუდება თავის რკინის ხელით. ბოროტმოქმედს აღანადგურებს მას. ეს ყველაფერი მე ცისხლის სიფრსნე მიგარნახა. Just this, Sandro. ძაფრის სცენა, უაღრესად ძაფრის სცენა. ლიტერატურასა და ხელოვნებაში არსებობს ასეთი ცნება, ჰიპერბოლა. გადაჭარბება, გაზვიადება, რაღაცის გაზვიადებულად წარმოჩენა, იმიტომ რომ მეტი იყოს ეფექტი. თვითონ ამ ფილმში მონანიებაში ეს ეპიზოდი, რა თქმა უნდა, გადაჭარბება, მთელი ეს ფილმი არის ჰიპერბოლის მეთოდით გაკეთებული. ყველაფერი გაზვიადებულია, ყველაფერი გადაჭარბებულია. ახლა მეც ამ ჰიპერბოლას მივმართე ამ გადაცემაში. აი ეს ეპიზოდი გამოვიყენე იმისთვის, რომ ცოტა გაძლიერებულად მომეწოდებინა ეს ვითარება, რაც არის საქართველოში. რა თქმა უნდა, არ გავს დღევანდელი საქართველო გასული საუკუნის 30-იანი წლების საქართველოს და საბჭოთა კავშირს. არ გავს, ეს არ არის სწორი. მართლაც რომ ეს ასე იყოს. თუმცა რაღაცა შტრიხები, დეტალები თავს გვახსენებს. ზედმეტი არ მოგვივიდეს. მithქვამს ამ სტუდიიდან და ახლაც გავიმეორებ, ზედმეტი არ მოგვივიდეს. რაღაცა არ გადავამლაშოთ. თორემ შესაძლებელია უკვე ეფექტი მივიღოთ. მივიღოთ ის, რაც სულაც არ გვსურს და რისგანაც თავის დაღწევას ვცდილობთ. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია და ამას ვლაპარაკობ ისე, ზოგადად. ახლა კონკრეტულად მოუბრუნდეთ იმ საკითხებს, აი რა არის ეს, ვთქვათ, აი გუშინდელი ეპიზოდი, გახარიას ეპიზოდი. დავიწყოთ გახარიათი. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს. კი ბატონო, გასაგებია ეს ყველაფერი, მაშინაც იყო ამ თემაზე საუბარი, დღესაც შეიძლება ამ თემაზე იყოს საუბარი, მაგრამ მაინც რატომ გაგახსენდათ მაინც და მაინც დღეს ეს საკითხი. ეს ასეთი აქტუალურია, ან თუ ასეთი აქტუალური არის დღეს ხომ არ გახდა ასეთი აქტუალური, იმ დროსაც იყო ასეთი აქტუალური და იმ დროს რატომ გავატარეთ ეს ყველაფერი. ეს შეკითხვები
რომელიც იბადება ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს თავისთავად უჩნდება. გახარიასთან დაკავშირებით მარტო ეს ეპიზოდი არ არის წინა პლანზე წამოწეული, არის კიდევ ერთი ეპიზოდი. რაც შეეხება ბრალდების მეორე ეპიზოდს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. აღნიშნული ფაქტი გიორგი გახარიას ინიციატივითა და მონაწილეობით ფართოდ გაშუქდა მედიაშიც. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ 2019 წლის 5 სექტემბერს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლებები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისაკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აი ასეთი გახლავთ ბრალდების ეს ეპიზოდი. მართალი გითხრათ, არავის არის სურვილი არ მაქვს გახარიას ადვოკატად გამოუშვით. იმიტომ რომ გახარია მგონია ერთი ტიპიური წარმომადგენელი იმ აგენტურისა, რომელსაც ასე თავგამოდებით ვებრძვი ჩემდა თავად, რამდენადაც მე შემიძლია და რამდენადაც ამის ხელი მიმიწვდება. ამიტომ გახარიას დაცვა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ გახარიამ რაღაცა საგუშაგო გახსნა და ამან დააქცია ქვეყანაო, ახლა მთლად მისაღები არ არის ეს ფორმულირება, იმიტომ რომ გახარიამ საგუშაგო იმ მიზნით გახსნა, რომ ყველაფერი ის, რაც იყო ჩამოთვლილი, შედეგად მოჰყოლოდა ამას. ამისთვის გახსნა საგუშაგო, თუ საგუშაგო იმისთვის გახსნა, რომ რაღაც ელემენტარული წესრიგი ყოფილიყო და ასე თუ ისე კონტროლის დაწესება ყოფილიყო შესაძლებელი. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამ გახლავთ. თუ გახარიამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ რუსებს თუ ოსებს ხელფეხი გახსნოდათ და საქართველოს ტერიტორიის უფრო მეტი ნაწილი წაეღოთ, ვიდრე წაღებული აქვთ, ეს ძალიან დიდი ბრალდებაა, უსერიოზულესი ბრალდებაა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ერთი მხარეა საკითხის. და კიდევ არის საკითხის მეორე მხარე, რაც მე წინა ეპიზოდთან დაკავშირებით ვთქვი, კი, მაგრამ ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო ყველაფერი. და მაშინდელი ამბები ახლა რატომ გაგახსენდათ? ან თუნდაც იმ დროს რატომ არ გაგახსენდათ, როდესაც თქვათ იგივე გახარიას ნიშნავდით პრემიერ-მინისტრად. ეს ყველაფერი, რაც წარდგენილია მისთვის როგორც ბრალდება, პირველი ეპიზოდიც და მეორე ეპიზოდიც, მიტინგი და მისი დარბევა და ჩორჩანას ეპიზოდი. ორივე მოხდა იმ დროს, როდესაც გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას შემდეგ გახარიანო მას შემდეგ, რაც ეს დანაშაულები, როგორც ახლა გინდათ რომ მოგვაწოდოთ, ირკვევა, მას შემდეგ გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი. თქვენი წარდგინებით და თქვენი მონდომებითა და მეცადინეობით. და მაშინ მართალია საქმე აკინძული არ იყო, გამოძიებული არ იყო და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მაგიდაზე არ გედოთ, მაგრამ ელემენტარული ეჭვები მაინც ხომ უნდა გაგჩერდოთ და თუ ეჭვები გაგიჩნდებოდათ თანაც ამ მიმართულების, რა მიმართულებაზეც ახლა არის საუბარი, მაშინ რატომ წარადგინეთ და რატომ დაამტკიცეთ პრემიერ-მინისტრად ეს კაცი? საკითხავია ეს, მაგრამ მე ოდნავ გავუსწარი მოვლენებს. ხომ არ არის აქ რაღაცა სხვა მომენტი, სხვა ნიშანი? აი ვნახოთ აბა კიდევ ერთი ეპიზოდი პროკურატურის განცხადებიდან. პირველი ეპიზოდის შესახებ საზოგადოებას შევახსენებთ.
რომ ეგრეთ წოდებული 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 7 მაისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში პარლამენტის სასახლისთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შესაბამისად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის საგამოძიებო ექსპერიმენტები დაზარალებულთა მონაწილეობით. დამატებით გამოიკითხა ასეულობით მოწმე. ჩატარდა 100-ზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული პირის, გიორგი გახარიას ბრალეულობა. რაო, საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავესო? ევროპიდანო, ევროსასამართლოდანო, ადამიანის უფლების დაცვის სასამართლომ და ასე შემდეგ გამოიტანა რაღაც ვერდიქტი და იმას მოყვა ეს ყველაფერიო კი, მაგრამ ევროპა როდის აქეთ გახდა თქვენთვის კანონმდებელი? ევროპის მიერ მიღებული რეზოლუციები, განცხადებები, რამდენი ხანია თქვენ აღარ მოგწონთ და მაინც და მაინც ეს მოგწონთ გახარიასთან რაც არის დაკავშირებული? ეს შეკითხვაც იბადება. მე არაფერს არ ვამტკიცებ. მაგრამ შეკითხვა, რომელიც უჩნდება საზოგადოების თითოეულ წევრს, მე ვალდებული ვარ, რომ ის შეკითხვა დავსვა. იმიტომ ვარ მე აქ, რომ ეს შეკითხვები დაისვას. ამისი ისე ჩატარება არ შეიძლება. შეკითხვები უნდა დაისვას და ჩნდება ეს შეკითხვები. ამ შეკითხვებზე პასუხი ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით არ ჩანს. ან თუ ჩანს მცდელობა ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემისა, ეს არის შეკითხვის თავიდან აცილების მცდელობა, ეს არის შეკითხვისათვის რაღაცა მიფუჩეჩებული პასუხის გაცემის მცდელობა. დასაბუთებული მყარი პასუხი ხელისუფლებას ამ შეკითხვებზე არ გაუწია და იმედია ძიება და სასამართლო მაინც გასცემს ასეთ პასუხებს, მაგრამ მაინც რჩება ის, რის შესახებაც მე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. თქვენ ეს კაცი ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს ჩაიდინა აი ასეთი გადაცდომები თუ დანაშაულები დააწინაურეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. რატომ გააკეთეთ ეს მეთქი? თუმცა მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრულად. აი როგორი იყო წარდგინების ერთი ეპიზოდი. დღეს დილით ჩვენ გვქონდა ქართული ოსნობა-დემოკრატიული საქართველოს პარტიის პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მე როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე ახალი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა, ამის შემდგომ შეხვედრა ჰქონდა უმრავლესობასთან და იქაც კითხვებიც არ დასმულა. ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევისა. თქვენს ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობს გიორგი გახარიას. მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარი მოვაწეობით დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენიდან, შემდგომ ის გახდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა. და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს. და კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოების წინაშე მასაც მიულოცო და უსურო წარმატებები მომავალ საქმიანობაში. შენ თუ წარადგენ, რა თქმა უნდა, პარლამენტი დაამტკიცებს და ყველა გზა ხსნილი ექნება, მაგრამ აი დააკვირდით რა იყო ნათქვამი, შეკითხვაც კი არ დასმულაო. შეკითხვები არ ყოფილაო. და შეიძლებოდა, რომ ასეთ ვითარებაში შეკითხვები არ ყოფილიყო. სხვათა შორის მე შესანიშნავად მახსოვს ეს მომენტი და შეკითხვები იყო, ოღონდ არ იყო ქართული ოცნების მხრიდან, არ იყო მართველი პარტიის მხრიდან, თორემ შეკითხვები იყო. ოპოზიციას ჰქონდა შეკითხვები. დასავლეთის აგენტურას. მე არ უძახი მათ ოპოზიციას. ეს არის დასავლეთის აგენტურა, მაგრამ შეკითხვები მათ ჰქონდათ. და ქართულ ოცნებას შეკითხვები არ ქონია. მე ვამბობ, რომ შეკითხვები უნდა ყოფილიყო მეთქი, მაგრამ შეკითხვების ნაცვლად იყო დითი რამბები, რომლის ერთი ნაწილი თქვენ მოისმინეთ. ერთ ნაწილს ახლა მოისმენთ. ქართული ოცნება არ ასახელებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ ასახელებთ მომავალ პრემიერ-მინისტრს. ადამიანს, რომელსაც საუკეთესოდ გამოარჩევს სწორედ პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი, რომელსაც აქვს ლიდერობისა და მართვის გამორჩეული უნარი. სცენაზე ვთხოვ საქართველოს მოქმედ და მომავალ პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას.
სწორედ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობა ჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისათვის, რომ საბოლოო წარმატებით დაძლიოს პანდემიით გამოწვეული პრობლემები და განაგრძოს სწრაფი განვითარების გზა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. აი ასეთი იყო ეს წარდგინება. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ როდესაც კანდიდატურას ასეთ მაღალ თანამდებობაზე წარადგენენ, ამას ახლავს გარკვეული ეიფორია, ახლავს გარკვეული ემოციური ფონი და ამიტომ შესაძლებელია ეს დითი რამბები სწორედ ამითი იყო გამოწვეული და გარკვეული გადაჭარბება იყო ეს, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. მაგალითად, აი სხვა დროსაც, სხვა ეპიზოდებშიც, აი ეს დამოკიდებულება, რაც ახლა თქვენ ნახეთ, ქართული ოცნების მხრიდან გიორგი გახარიას მისამართით, აი ეს დამოკიდებულება სხვაგანაც მრავალჯერ იჩენდა ხოლმე თავს. აი მაგალითად ერთი ეპიზოდი. საკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა საზოგადოების წინაშე, ანგარიში, პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიში და მე ვიტყოდი, ეს იყო არა ანგარიში, არამედ ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარა თქვენ გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა. აი ასეთი გახდათ ეს ეპიზოდი. კიდევ ერთი ეპიზოდი ვნახოთ ამავე სერიიდან და ამითი დავანებებთ თავს ამ თემას. ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ახლა დავსვათ შეკითხვა. კი, მაგრამ როდის გაიგეთ თქვენ რომ ეს ასე არ იყო? უფრო გვიან? კი ბატონო, ასეც შეიძლება მოხდეს ხოლმე, მაგრამ როდესაც თქვენ ჯერ კიდევ არ გქონდათ ინფორმაცია, ანუ არ იცოდით, არ იცნობდით მის პერსონას, მის პიროვნებას. ასეთ შემთხვევაში, რასაც ამბობდით, ასევე ხომ შეიძლება თქვათ სხვა პიროვნების მიმართაც. ასევე შეგეშალოთ, ასევე შეცდეთ. რა ჯერ არ მოგსვლიათ თუ რა? გახარია პირველია, ვისაც თქვენ დიდ რამებს უმღეროდით და მე ასეთი ტრობა ჩამოგიღალებდათ ამ პიროვნებასთან თუ რა? ბევრი იყო სხვა ხომ ასეთი. ძალიან ბევრი ხომ არ არის ეს შეცდომები. მე არ ვამტკიცებ და არც არავინ იტყვის იმას, რომ საკადრო შეცდომები არ უნდა ხდებოდეს და არ მომხდარა და ან მომავალში არ მომხდარა. რა თქმა მოხდება. რა თქმა უნდა, საკადრო შეცდომები მომხდარა და მოხდება კიდეც. მაგრამ გააჩნია დოზას, გააჩნია რაოდენობას. თუ კი ყველა პრემიერ-მინისტრი, თუ კი ყველა პრეზიდენტი, რომლებიც თქვენ მოგყავდათ და მოგყავთ ხელისუფლებაში, აღმოჩნდება ისეთი, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვთქვათ, გახარია აღმოჩნდა, ან ღარიბაშვილი აღმოჩნდა, ან მარგველაშვილი აღმოჩნდა, ან ზურაბიშვილი აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება დავსვათ საკითხი თქვენს კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. პიროვნებების შეფასებაში, კადრების შერჩევაში. გაქვთ თუ არა სწორი მიდგომები. თუ სწორი მიდგომები არა გაქვთ და 10 შემთხვევიდან 7-8 შემთხვევაში და უფრო მეტში თქვენ ჩაიჭრებით ხოლმე ამ საკითხებში, მაშინ რაღაცა სხვაგვარი მიდგომა დაჭირდება ამ საქმეს. კარგით, ამას დავანებოთ ახლა თავი. საქართველოში მოხდა კიდევ ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ამბავი. მიხეილ სააკაშვილი როგორც იქნა მიაბრძანეს საპატიმროში. მიაბრძანეს მეთქი, ვამბობ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი იყო, ყოფილი პრეზიდენტია, მესამე პრეზიდენტი. აბა, ხომ არ ვიტყვი, რომ როგორც იქნა გადაათრიეს საპატიმროში მეთქი. მოხდა ეს ფაქტი. ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა მოგასმენინოთ ერთი პატარა კომენტარის სახით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბატონ პაპუაშვილის პირით ნათქვამი. ეს კლიიანი პროცესი იყო ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი, რომელსაც შეძლეს მათ შორის ცრუ ნარატივების გამყარება საქართველოში. გახსოვთ რა აბსურდებზე იყო ხომ მსჯელობა, რომ თითქოს საავადმყოფო მის პალატასთან მანქანა იდგა, რომელიც რაღაც ტალღებით მას არ ვიცი რაღაცა დაემართა მისთვის, აი თქვენს კი გეცინებათ. ის რომ რა ვიცი რა დემენცია, ნობელის პრემიის ლაურეატია ვიღაცა რომ ამბობდნენ ტყუილებს, აი აბსოლუტური ტყუილი, რომელზეც შემდეგ გამოდიოდნენ ბრიუსელის წარმომადგენლები, ელჩები, რამდენიმე პრეზიდენტი და ასე უტიფრად ქართულ ხალხს თვალში უყურებდნენ და ატყუებდნენ ამ ყველაფერზე. ასე რომ ეს ყველაფერი დასრულდა
ის არის ახლა საჯავახოს დაწესებულებაში, სადაც ის უნდა იყოს. მე ერთი რამე მაინტერესებს ხათ შორის, ალბათ სანახავი არის. რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? რა დაჯდა გვაინტერესებს ერთი ეს რა თანხა არის და მე უნდა მივაკითხოთ იმ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც აი ეს ხარჯები უნდა აუნაზღავრონ ქართულ ხალხს. იმიტომ რომ გვერდ საინტერესო არის მათი ეს ისტერია, ყალბით სრულ ნარატივები რა დაუჯდა ქართულ ხალხს. სწორია შეფასებები და იმაშიც ვეთანხმები ბატონ პაპუაშვილს, რომ ეს ანგარიში მართლა უნდა წარედგინოს იმ არამზადებს ევროპაში, რომლებიც ასე თავგამოდებით იცავდნენ ამ დამნაშავე პრეზიდენტს. კი, რა თქმა უნდა, ისინი ამას არ გადაიხდიან, თავისთავად ხადია, მაგრამ თუ მოხდება ის ფაქტი, რომ აი ეს ანგარიში რა დაჯდა ამ კაცის 3 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კოტრიალის სანატორიუმში, თუ ამას წარუდგენენ ევროპას, ეს იქნება შესანიშნავი რამ. სხვათა შორის აქ გამოიკვეთა ის, რომ სააკაშვილზე კი არ არის საქმე. სააკაშვილის ნაირი ვიგინდარები არ გამოილევა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პოლიტიკა ეს არის ვიგინდარათა და არამზადათა თავშესაფარი ძალიან დიდი დოზით. რა თქმა უნდა, იქ წესიერი ადამიანები არიან და იქნებიან მომავალში, მაგრამ ისინი ცოტანი არიან. ყოველთვის ჭარბობენ ვიგინდარები და არამზადები, ისეთი როგორც გახლავთ სააკაშვილი. აი ეს არის მთავარი, ვინ მფარველობდა, საიდან ქონდა მას ზურგი, ვისგან ქონდა. დასავლეთისგან, ევროპისგან, ახლა ბევრს წვალობენ ზოგიერთები, რომ ეს რუსეთის აგენტი იყო, აგერ რუსებს რაღაცა მიყიდა, რუსებს რაღაცა ჩააბარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტყუილია ეს ყველაფერი. რუსებმა უბრალოდ გასაღები მოარგეს ამის ვიგინდარულ პოლიტიკას, ამის მცდარ ნაბიჯებს, ამის შეცდომებს გამოიჭირეს ყველაფერში და რა თქმა უნდა შედეგი დადგა ისეთი, როგორც რუსეთისთვის იყო ხელსაყრელი და საქართველოსთვის იყო საზიანო. მაგრამ ეს იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია. სააკაშვილი არის პირწავარდნილი აგენტი, ნომრიანი აგენტი დასავლეთისა, რომელიც მოქმედებს დასავლეთის დავალებით და აკეთებს მთელი იმ სიბინძურეს, რაც მან ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში აკეთა, როგორც პრეზიდენტად ყოფნის დროს, ასევე პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგაც. მთელი მისი მოღვაწეობა მას შემდეგაც 2013 წლიდან, რაც ის წავიდა პრეზიდენტის პოსტიდან, არის საქართველოს საზიანოდ მიმართული და საქართველოსთვის უბედურების და დიდი ტრაგედიის და ცრემლის და სისხლის მომტანი. აი ამ მიმართულებით იღწვის ეს კაცი, მაგრამ ვიმეორებ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ მის უკან დგას დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი. განსაკუთრებით ახლა ბოლო პერიოდში ირკვევა ეს, რომ ევროპელები არიან ესენი და თუმცა არც ამერიკაში აკლებენ ხელს, მაგრამ აი ევროპელები პირდაპირ აი ყველაფერზე მიდიან, ყველა უკადრის საქციელს კადრულობენ იმისთვის, რომ აი ეს მათი ჩანაფიქრი, რისთვისაც ყავთ ეს კაცი აქ და მისი თანამზრახველები, ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა, ეს აგენტურა, ეს ყველაფერი ემსახურება იმ საქმეს, რომ საქართველოს როგორმე დიდი ტკივილი მიაყენონ და დიდი ზიანი მიაყენონ. სხვათა შორის ამ ბრიფინგზე, როდესაც ჟურნალისტებს შეხვდა ბატონი პაპუაშვილი, ამ საკითხებზეც ნაწილობრივ მაინც ისაუბრა. აბსოლუტურად აღმაშფოთებელი არის ეს ადამიანი, უბრალოდ მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მასხარად იგდებს ქართულ საზოგადოებას, მასხარად იგდებს ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია დიპლომატიასთან. და გასაკვირია მართლა ჩვენ რაც ვნახეთ, მათ შორის ვნახეთ რა, პირველი, ისე რომ მას არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ. ეს ერთი. მეორე, ის პოზირებდა და ადამიანმა ვინც ფოტო დაადო, ესეთ შემთხვევით გავიგეთ, ხომ ერთ-ერთი იქ აქციის მონაწილე ექსტრემისტის ფოტოდა. ის ვისთანაც პოზირებდა, ეს ადამიანი ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და მის მოსახლეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს და ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ასე გააკეთა გერმანიის ელჩმა, ასე გააკეთეს სხვა ელჩებმა, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებიდან არიან აქ წარმოდგენილი. ასე იქცევიან ისინი მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მათ აქ აქვთ გატარებული, ანუ იქცევიან საქართველოს საზიანოდ, აკეთებენ საქართველოს საზიანო საქმეს და ამისი არც ერიდებათ. ამას უკვე პრაქტიკულად ღიად აკეთებენ. რატომ აკეთებენ ამას? რა უნდათ მათ ჩვენგან? მათ ჩვენგან ერთი რამ უნდათ.
რომ მუდმივად ვიყოთ მათკენ ორიენტირებული, რომ კონსტიტუციაში გვეწეროს, რომ ჩვენი მომავალი არის ნატო და ევროკავშირი, რომ ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში გაბატონებული იყოს აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, დასავლეთის ნაწილი და დასავლეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და დასავლეთი არის ჩვენი პატრონი და მფარველი, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გააკეთონ ამ მიმართულებით. ჩვენ პრაქტიკულად ყველა გზა გადაგვიკეთეს, რასაც გვირდებოდნენ, არც ნატოში მიგვიღებს ოდესმე ვინმე, ვერც მიგვიღებენ და არც მიგვიღებენ. საქმე ამაშია, რომ არც მიგვიღებენ. არც ევროკავშირში, იმიტომ რომ ევროკავშირსა და ნატოს წევრობა ნიშნავს გარკვეულ გარანტიების მოცემას. ეს გარკვეული გარანტიები მათ არ უნდათ, რომ გასცენ ჩვენზე. იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობაა. ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, ეს დაკავშირებულია დაცვასთან, კოლექტიურ უსაფრთხოებასთან და ასე შემდეგ. ამიტომ ამის გაკეთება არ უნდათ, მაგრამ ისიც არ უნდათ, რომ ჩვენ საიდკენმე გავიხედოთ, განზე გავიხედოთ, სხვა სტრატეგიული პარტნიორი მოვძებნოთ და ვიპოვოთ, ასეთი რამ დღევანდელ მსოფლიოში შესაძლებელია, იმიტომ რომ ერთპოლუსიანი მსოფლიო დამთავრდა, ამერიკა აღარ არის მსოფლიო ჰეგემონი და ამიტომ შესაძლებელია სხვა ვინმე მეზობელი თუ არამეზობელი აღმოჩნდეს ისეთი, ვინც სტრატეგიულ პარტნიორობას გაგვიწევს და ამ პარტნიორობას მარტო ქაღალდზე დაწერილი ფასი კი არ ექნება, არამედ ექნება სწორედ ის გარანტიები, რომლის შესახებაც ზემოთ ლაპარაკობდი და რომელიც ჩვენ დასავლეთიდან ვერ მივიღეთ. მაგრამ აი ამ სიცრუეში უნდა გვამყოფონ და ამ სიცრუეში რომ გვამყოფონ, ამისთვის საჭიროა მათ ყავდეთ ისეთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც ამ თამაშს ახвება. დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს მმართველი პარტია, ქართული ოცნება, იგივე ბიზნია ივანიშვილი და სხვები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. უფრო სწორად ისინი მზად აღმოჩნდნენ საქართველოს ინტერესების დასაცავად. ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილში მაინც საგარეო ორიენტაციის ნაწილში მათ მოინდომეს ქართული სუვერენიტეტის დაცვა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნიშნების დაცვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დასავლეთთან მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ, დასავლეთს რა კიყა ასეთი ხელისუფლება ხელს არ აძლევს აქ რომ იყოს, ამიტომ დასავლეთი ცდილობს, რომ ესენი ჩაანაცვლონ თავიანთი თოჯინებით, მარიონეტებით, რომლებიც მათი დავალებების, მათი დირექტივების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. აი ეს არის მთელი ფილოსოფია ამ საკითხისა, რომელიც ჩვენთვის მეტისმეტად დამაზიანებელია, დამანგრეველია ჩვენთვის. ჩვენ ამ თამაშს ვერ ავყვებით. ჩვენ ბოლომდე უნდა გავიტანოთ ის, რაც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, რაშიც აბსოლუტურ მხარდამჭერას იმსახურებს ქართველი ხალხისგან, ეს არ შეიძლება მათ დაუკარგოთ, თუმცა შეცდომებზე უნდა მიუთითოთ, შეცდომებზე უნდა ველაპარაკოთ. მაგრამ ეს უნდა იყოს არა ისეთი ოპოზიციური განწყობა, როგორც დასავლეთის აგენტურას მოაქვს. საკუთარი ქვეყნის საზიანო და სხვისი ინტერესების გატარების, არამედ საკუთარი ინტერესების, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის, საკუთარი ერის ინტერესების დაცვიდან უნდა იყოს ნაკარნახები. ამიტომ ჩვენ პირუთნელად უნდა უთხრათ მათ შეცდომების შესახებაც, მაგრამ უნდა დაუფასოთ ისიც, რაც გააკეთეს და ამ მიმართულებით მე ცოტა კიდევ მეტის თქმა მომიწევს ამ მიმართულებაზე მოგვიანებით. მათ რა თქმა უნდა ჩვენი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. ახლა რაც შეეხება იგივე დასავლეთს, აი როგორ იქცევიან ისინი. მაგალითად ბატონი ჰერჩინსკი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ერთი უცხირპირო და ძალიან არაკორექტული კაცი, აბსოლუტურად არათუ ელჩის დონეზე არაკორექტული, უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანის დონეზე აბსოლუტურად არაკორექტული კაცი. აი რას ამბობს. როგორც უკრაინა, ისე მოლდოვა საქართველოსთან შედარებით მნიშვნელოვნად არიან წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ესე იგი, მოლდოვა და უკრაინა საქართველოსზე წინ არიანო. კარგით ამ მოლდოვას თავი დავანებოთ, თუმცა იქაც შეიძლება ბევრ რამაზე ვისაუბროთ, მაგრამ უკრაინა საქართველოსზე წინ არისო. დღეს რომ ადამიანი იტყვის, იმას ნამუსი აქვს, იმას სინდისი აქვს, იმას რამე მოეთხოვება, საერთოდ ადეკვატურია. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავი, ქვეყანა რომელიც განადგურდა, ქვეყანა რომელმაც ომისგან ვერ დაიცვა საკუთარი ხალხი, ქვეყანა რომელიც ტერიტორიულად განახევრდა, ქვეყანა რომელიც მოსახლეობით განახევრდა, ქვეყანა სადაც მილიონები ჩაწყვნენ მიწაში აბსოლუტურად გაუმართლებელი, აბსოლუტურად სულელური პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ადგას და მისი ხელისუფლება. აი ეს ქვეყანა
უკრაინა დღევანდელი საქართველოზე წინ არის დემოკრატიის გზაზეო და ევროკავშირის გზაზეო. გვეუბნება ეს კაცი და ელჩია ეს კაცი. დასავლეთიდან აქ წარმოგზავნილი დიპლომატი გახლავთ და აი ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს. ეს უსინდისობა არ არის. მე არაადეკვატურობა ვახსენე წაღან და სწორედ ეს არის აქ თავარი. ეს შიზოფრენიაა. ეს სიგიჟეა, რასაც დასავლეთი და რასაც ევროპა აკეთებს, ჩვენი მისამართით, საქართველოს მისამართით, არა მარტო ჩვენი მისამართით, სხვების მისამართითაც და რაც თავარია საკუთარი თავის მისამართით, ევროპის მისამართით და ევროკავშირის მისამართით, რასაც ევროპა აკეთებს, ეს სრული სიგიჟეა, აბსოლუტური სიგიჟეა. ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას და აი ამ გიჟებზე მე აქ ლაპარაკი იმიტომ კი არ მაქვს რომ რაღაც სახალისო თემას მივაგენი, არამედ იმიტომ რომ ეს ნომერ პირველი პრობლემაა, არა მარტო საქართველოში სამწუხაროდ. და ეს რომ ასია, ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე, ერთ-ერთ ცნობილ გადაცემაში ისეთმა მოღვაწემ, როგორც არის კარენ შაჰნაზაროვი, ეს გახლავთ ცნობილი რეჟისორი, რუსი რეჟისორი და ცნობილი პოლიტოლოგი. აი ამ თემასთან დაკავშირებით ნახეთ როგორი საუბარი ქონდა და რა თქვა. Все больные скрывают, что они они всегда пытаются выдать себя за здоровых людей. Это не лечится. Это заканчивается, как мне показалось, в последнем отделении. Я пару раз был, это лучше не видеть. Но я имею в виду, что вот эти два момента, на которые я все время вспоминаю, когда вот читаю вот эти вот. Вот министр иностранных дел Литвы заявил, что не надо бояться провоцировать Россию. Не надо бояться провоцировать. Давайте покажем. Нам нужны силы, чтобы их наращивать, они должны быть заметны. Должны быть видны базы, все развертывание, тренировки и учения. Это не значит, что мы должны это видеть. Это должна видеть Россия. И другие, кто хочет бросить ей вызов, тоже должны это видеть. Это результат пропаганды, исходящей из России, что единственное, чего не следует делать с Россией, это обострять ситуацию. Кто это придумал? Не нужно бояться обострения. Это как раз то, что работает. Вот идиот. Это продукция. Продукция. Я имею в виду, что в наше время политологам, политикам, людям, интересующимся политикам, ну, наверное, имеет, так сказать, смысл какие-то азы вот этой психиатрии знать, потому что это первый закон, что это может возникнуть в любой момент. Второе, что это не лечится. Третье, что человек может выглядеть вполне себе нормально. И четвертое, что это заканчивается в последнем отделении, где, как говорится, лучше туда не заходить. Ты, наверное, заходил, не знаю, ты был... Это ужасно. Это страшно, да, это страшное зрелище. აი ამ ფსიქიატრიაზე საუბრობს ბატონი შაჰნაზაროვი და ძალიან კვალიფიციურად ხოთა შორის აი ეს კლასიფიკაცია რომელიც მან მოგვცა რომ ეს ნებისმიერ ადგილას შეიძლება აღმოცენდეს რომ ეს არ იკურნება რომ ისინი ხანდახან ნორმალურად გამოიყურებიან მაგრამ აუცილებლად სადღაც რომელიღაც მომენტში თავს იჩენს ეს ვერაგისენი რომლის შეხედვაც კი ძალიან ძნელია შემზარავიაო მას როგორც რეჟისორს სპეციალურად უნახავს ასეთი ადამიანების ადგილსამყოფელი და შეზრულია იმითი, რაც იქ უნახავს. სრულიად მეცნიერული კლასიფიკაცია მოგვცა ამ სიგიჟის. სამწუხაროდ, შიზოფრენია, სიგიჟე, მასობრივი სიგიჟე. ეს არის დღევანდელი დღისთვის დამახასიათებელი რამ და ამან თავი იჩინა ხელისუფლებებში. უმაღლესი ორგანოების წევრებში და ხელისუფლების სათავეში მოსულ ადამიანებში. ვთქვათ იგივე ზელენსკი. რა თქმა უნდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად არის შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი, რომელმაც დაღუპა უკრაინა. და ყველაფერ ამას რაღაცა პატრიოტული ნიღბით ნიღბავს და პატრიოტულ შრებსა და ძონძებში ხვევს. აი ამას აკეთებს ზელენსკის სრული სიგიჟეა, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ზელენსკი ხომ არ არის, აი ლიტვის მთავრობის წარმომადგენელს უყურებთ ახლა ჩვენ მთავრობის სახელით იყო ეს განცხადება გაკეთებული, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის პროვოცირების.
ამას აცხადებს პატარა ერთი ბეწო ლიტვა, რომლის გაქრობასაც ერთი კინჯალი თუ ერთი არეშნიკი თავიდან ბოლომდე ყოფნის. საოცრებაა ეს, წარმოუდგენელია. ეს სითამამე არ არის, ეს სიმამაცე არ არის. სიმამაცე, როდესაც საზღვარს გადადის, წრეს გადადის, ის უკვე სიგიჟეა. ამიტომ დასაფიქრებელია ეს მომენტები, იმიტომ რომ ჩვენ გამოვიარეთ ეს ამბები და ბოლომდე არ გაგვივლია. გამოვიარეთ და დღესაც აქ ავართ. დღესაც გვაქვს სიგიჟეების ეს გამოვლენა, რამაც შესაძლებელია თუ ასეთი შეცდომა მოხდა, შესაძლებელია ისევე შეიწიროს საქართველო, როგორც უკრაინა შეიწირა, ამიტომ ეს არ უნდა დაუშვათ, ეს არ უნდა გავაკეთოთ და არ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დაზღვეულები არაფრისგან არ ვართ, ამიტომ ასეთ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ხშირად უნდა ვისაუბროთ. ახლა რა კი ამ შიზოფრენიაზე და ფსიქიატრიაზე ჩამოვარდა საუბარი, მოდით აქ შემოგთავაზებთ ბარემ ფსიქიატრიის რენტგენის დღევანდელ გამოშვებას. ახლა წარმოგიდგენთ პირველ სიუჟეტს, რომელმაც მართალი გითხრათ ცოტა შემაშინა. რატომ შემაშინა? გეტყვით სიუჟეტის შემდეგ. ავადმყოფობის შემდეგ გამოვჯამრთელდი როგორც იქნა. ეს კაცი ამბობს, გამოვჯამრთელდი. ეს კაცი თუ გამოჯამრთელდა, მე რა უყო ამ რუბრიკას? ფსიქიატრიის რენტგენი ამ კაცის გარეშე როგორ იმუშავებს? მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოჯამრთელება მისი არ მოხერხდება. და სხვათა შორის შაჰ ნაზაროვმაც, ბატონმა შაჰ ნაზაროვმა ეს დამიდასტურა, რომ აქ გამოჯამრთელება და გამკურნება უკვე გამორიცხულია. მათ და სამწუხაროდ. და ალბათ ჩვენ და სამწუხაროდაც. ახლა მინდა ერთი პრემიერა შემოგთავაზოთ. თამარ კვარაცხელია, არსებობს ასეთი ჟურნალისტი, რომელმაც რაღაცა სატირული მიმართულებების ვიდეო ეპიზოდები ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. როგორ მუშაობენ ჩვენი ჟურნალისტები, როგორია მათი შემზარავი სახე. თამარ კვარაცხელია მისი ახალი რუბრიკით ნოვოსტი. გამარჯობა, ეთერშია ნოვოსტის ახალი გამოშვება და მართალი გითხრათ, დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ბევრი უნდა მეფიქრე, რაზე ჩამეწერა ვიდეო, მაგრამ ტელეუკანასკნელის ჟურნალისტმა საფიქრელი დრო არ დამიტოვა და თავად მომიცუნცლა ერთი ძალიან საყვარელი ვიდეო. ქალბატონს, რომელსაც თქვენ ახლა ნახავთ, ქუჩის გამოკითხვების გარდა რაღაც გადაცემაც მიჰყავს და კოლექტიური ნაცმოძრაობის გარდა დასავლეთის პროპაგანდითაა დაკავებული. ახლა განახებთ როგორ აკეთებს ეს ქალბატონი პროპაგანდას. ტერიტორიებს გართმევთ ევროპა? ევროპა ვერ წაგართვებს და რუსეთმა ხო წაგართვა? წაგართვა, იმიტომ რომ იმის სალვესა. მე რუსეთისგან უსაფრთხოდ რო იყო, ხო საჭიროა მეგობარი. მეგობარი ხო საჭირო? რუსეთთან ჩვენ უნდა გქონდეს ელემენტარულად პოლიტიკური ურთიერთობები. ეს წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მეზობელია. 20% წაგვართვა ტერიტორიები. დავიბრუნებთ არა? როგორ დავიბრუნებთ? 300 წელი ქონდა. რუსეთი, რომელსაც პირიქით კიდევ ართმევს ტერიტორიას უკრაინას, ჩვენ დაგვიბრუნებს მიწა. აქ თქვენ რომ არ გესმით, აი ამ დღევანდელობით სად იმპერიებს აქვს თავიანთი კანონზომიერების ჩამოყალიბების, განვითარების, კულმინაციის და მე კულმინაციაშია რუსეთი. რუსეთს ქონდა. პუტინის რუსეთზე მესწავლე. თუ თქვენ გინდათ მე პუტინის რუსეთი დამპყრობელი ხომ არის? ეხლა უკრაინასში ხო შეიჭრა? არის და იქ ჩვენ არ გჭირდება უსაფრთხოება. ისე მე დავებით რომ განა მისმენთ როგორც ჟურნალისტი. მე დავებით აქ და მე ამ საკითხი ვიცი პროფესიონალად. აბა მითხარით მეგობრები არ გჭირდება ჩვენ რომ დავიცვათ თავი რუსეთის. მეგობრები რომ გაჭანჭყარებენ და გინდათ თუ არა ესე უნდა დავეთო და მას გვაიძულა. შინაურ საქმეებში ეს მეგობარი არ არის. როგორ ცხეთის ჯვარიც ჩვენმა მეგობრებმა გაარესტავრირეს. უამრავ დახმარებას გვიწევდნენ. ავიდა დავიჩოქოთ ცალფეხზე ვიდგეთ ეს ვინ გთხოვთ თქვენ ცალფეხზე? ვინ? თქვენ მეგობრობას გთხოვთ. არავინ არ გთხოვთ, თქვენ გთხოვენ რომ თქვენმა პენსიონერებმა კარგ ქვეყანაში იცარებენ, როცა გაჭანჭყარებენ და აი ეს ამაზე უარი ეს თვით უარი ამაზე თქვა. რაზე უნდა ვთქვათ შინაურ საქმეებში? რაზე უნდა არის მეგობრობა? LGBT პროპაგანდა გინდა თუ არა, ოჯახური ღირებულებები გინდა თუ არა, ეს რა არის? მაგალითად თქვენი ოჯახის წევრი კაცები გათხოვდებიან? აი იმ გულის გამგმირა ხავილს თქვენ რომ ახლა ეთერში უსმენდით. ისტერიკა კი არა, დაფინანსებული ისტერიკა ხუია. ქალბატონი, რომელიც ასე გამწარებული იცავს დასავლეთს, ის იცავს არა მხოლოდ დასავლეთს, არამედ იმ სიკეთეებს, რომელსაც თავად იღებს დასავლეთიდან. მან და მისმა კოლეგებმა მშვენივრად იციან, რომ საქართველოში დასავლეთის მზე ჩაესვენა და მასთან ერთად ჩაესვენა ის სიკეთეები, რომლებსაც თავად იღებდნენ. სარეკლამო სივრცეში ერთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს. საუკეთესო ანტირეკლამა ცუდად გაკეთებული რეკლამაა. ხო და მაინტერესებს, როდის მიხვდებიან დასავლელი სარეკლამო გიგანტები, რომ საქართველოში მათმა პროპაგანდამ დასავლეთის იმიჯს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღო.
დასავლეთის ყველაზე დიდი ანტირეკლამა საქართველოში სწორედ მისი პროპაგანდისტები და მიმდევრები აღმოჩნდნენ. ნუ ახლა ალბათ მათივე ლიდერებს ვერ ჯობიან სიფსიხეებში, ურსულა ფონ დერ ლაიენებსა და რასა იუკნევიჩიენებს, თუმცა ნუ ნარავნე უდგანან. დასავლელი ჩინოვნიკები, როდესაც საქართველოში ანტიდასავლური განწყობილებების მატებაზე საუბრობენ, ამაში ყოველთვის ორ მხარეს ადანაშაულებენ. ერთი ეს არის ქართული ოცნება და ნუ მეორე რა თქმა უნდა რუსეთი. სინამდვილეში ერთიც მტკნარი სიცრუე და მეორე. მადლობა თამარ, შესანიშნავი სიუჟეტი იყო. ჩვენ და სამწუხაროდ მარტო ჟურნალისტებს არ დაერია ეს სიგიჟე და შიზოფრენია. ეს საზოგადოების ნებისმიერ ფენაში გვხვდება, განსაკუთრებით რა თქმა უნდა პოლიტიკოსებში გავრცელდა. საქართველოში გამიგია ხოლმე და თქვენს გაგიგიათ ალბათ ილია ვარ, აკაკი ვარ, აი თანამედროვეობის ილია ვარ და აკაკი ვარ და ასე შემდეგ. შოთა რუსთაველი ვარო, არ უთქვამთ, მე არ გამიგია ყოველ შემთხვევაში. ამ სიმაღლეს ვერ შებედეს, მაგრამ ილია და აკაკი ცოტა ეპატარავებათ ხოლმე ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს და ამბობენ ხანდახან ამოცდებათ ხოლმე, რომ მე თანამედროვეობის ილია ვარ და აკაკი ვარ. თურმე არსებობს სულხან საბაც, თანამედროვეობის სულხან საბაც. მე ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობით სულხან საბას საქმეს. თუ ჩვენ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩება ევროპასთან, ხო დაგვრჩება უვიზო მიმოსვლა, ეს სწორედ ჩემი დამსახურებაა. გასაგებია. ხო, აი ასეთი სულხან საბაც ვყავს, ასეთი მოღვაწეები ვყავს, რომლებიც დამაშვრალნი არიან ერის საფიქრალით, ერის სატკივარით და ერის პრობლემების გადაწყვეტის ძიებით. ბევრი ყავს ასეთი. მარტო ეს ქალბატონი კი არ არის, აი ერთი ვაჟბატონიც. ევროკავშირიც იმიტომ უნდა საქართველოს გაწევრიანებ, რომ ისა ქართულ ვაჟკაცებს გაათხოვნო. ჯერ ესეთი რა შეურაცხყოფელია ხალხო, კაცებს მოგმართავთ, რომ იმის დაცვა გჭირდება, იმის ხელისუფლების ჩვენი გათხოვება, ასე წკიპზია, რომ ბირძანებას ევროკავშირი და უნდა გავთხოვდეთ მასიურად. რა გვითხრან, რომ ერთი კვირა ცალფეხზე უნდა იდგე, უნდა ვიდგეთ და გავაკეთოთ ყველაფერი. ხო, აი ასე უნდა გააშარჟონ ეს თემა. დასავლეთიდან წამოსული ცუნამი გარყვნილებისა და უზნეობისა და უბედურებისა, რასაც ერქვა აღრევა ქალისა და მამაკაცის, რასაც ერქვა აღრევა ოჯახის ცნების, რასაც ერქვა ყველა იმ ღირებულებისთვის ხაზის გადასმა, რომელიც იყო ტრადიციული და რომელიც იყო როგორც რელიგიით, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების სხვადასხვა ფორმებით განმტკიცებული. აი ყველაფერ ამის წინააღმდეგ გაუღლელი ბრძოლა რომ იდის, გაშმაგებული ბრძოლა რომ იდის, ეს ამ ვაჟბატონს რა თქმა უნდა არ გაუგია. გაუგია. კი ბატონო, გაუგია. ოღონდ ცდილობს რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად მიაფუჩეჩოს, რაღაც აი მის იერ წამონაროშ სისულელეებში გააბათილოს და ვინ თქვა საიდან მოვიდა ასეთი რამ არ ყოფილაო. არა და ყოფილა, აი მაგალითად საბერძნეთის ათონის ერთ-ერთი წარმომადგენელი სასულიერო პირი რას ამბობს ამავე თემასთან დაკავშირებით. მინდა რომ საბერძნეთის შესახებაც გითხრათ, ქვეყანაში სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არის დაკანონებული. საქართველოში კონსერვატიული სულია და ეს ძალიან სანუგეშოა. საბერძნეთში, რა თქმა უნდა, ერთსქესიანთა ქორწინებამ ძალიან დაგვამწუხრა და ამას არავინ ელოდა. საბერძნეთი არ არის შემთხვევითი ქვეყანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ათონი თუმცა თვითმართვადია, მაგრამ სწორედ საბერძნეთის განუყოფელი ნაწილია. ის რომ ათონის მთა საბერძნეთშია, უკვე ბევრს ნიშნავს. ისიც იცოდეთ, რომ ხალხმა ეს კანონმდებლობა არ მიიღო. პრემიერი იყო ჩვენს მონასტერში. ჩვენი საყვედური დიდი სიმდაბლით მოისმინა. თქვა, სწორად არ მოვიქეცითო. ხედავს, რომ უკვე ხალხი მთავრობის შეცვლაზე ფიქრობს. ჩვენ ლოცულობთ, ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს. საბერძნეთი ევროპა არ არის? აი საბერძნეთის პრობლემა. სადაც დაირწა კაცობრიობის ცივილიზაციის აკვანი. აი რას გვეუბნებიან ბერძნების სასულიერო პირები. ტურაშვილს ეს არ გაუგია და თავისი მოკლეჭკუით გვატყუებს, რომ სად არის ეს, რას ქვია გაგვატყოვებენ, ვინ გაგვატყოვებს. ვინ გაგატყოვებს კი არა, ვინ უწევს პროპაგანდას, ამ სიბინძურეს და ამ სისულელეს, ამ უბედურებას.
ამაზეა ლაპარაკი. პროპაგანდას უწევთ თქვენ და თქვენნაირები, იმიტომ რომ გაფინანსებენ ის არამზადები დასავლეთიდან, რომლებიც დარჩნენ ფილოსოფიის გარეშე, იდეოლოგიის გარეშე, მწერლობის გარეშე და ჩამოეკიდნენ მამათმავლობას და ეგრეთ წოდებულ LGBT უბედურებას. აი ამ ადამიანების რუპორები ხართ საქართველოში და არც კი ხრცხვენიათ, როდესაც მათ ხელსაფარებთ და გინდათ ამითი წაუყრუოთ და გინდათ რომ ქართულ ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროთ. აი ეს არის თქვენი მოღვაწეობის მთელი მიმართულება. აი ვინ ბედავს ქართულ ეკლესიას, ქართულ სასულიერო ცხოვრებას, ჩრდილი მიაყენოს და რაღაცა სიბინძურე მოსხოს. მე ნანახი მაქვს მონაზმის აღკვეცა რამდენჯერმე და ძალიან რთულია ამის ყურება. ანუ რო უყურებ ამ პროცესს თვითონ. ჩვენი ეს ეკლესია მამაოები ყველანი არიან მუქები, ანუ შავები, ჯიპებიც კი შავები უყვართ. კათოლიკურშიც ნამყოფი ვარ. მე კათოლიკების მარიამობა რომ ნახე ქორწილი მეგონა. ისე ზეიმობდნენ თეთრები ეცვათ წითელი თავში და სულ მქონდა შეკითხვა და ბარ მისარგებლებ ახლა რომ რატო ვართ ესეთი ანუ ფეხზე დგომ დაჯდომა არ შეიძლება იქ შეიძლება ანუ გლოვასაც რთულად დითხ ანუ რატო გვაქვს ეს სიმძიმე ეკლესიაში თქვენი აზრით იმიტომ რომ თანამედროვედ რაღაცა პროგრესია არ მოხდა თუ რატო არ მჯერა რომ ღმერთი ამას ჩვენგან ითხოვს ნანუკად არა ყავს დედუკა შენ საერთოდ ბატონო რეზო, ღმერთმა სასუფეველი დაგიმკვიდროთ. არ აყავთ ამათ, არც დედუკა ყავთ, არც მამუკა ყავთ და საერთოდ პატრონი არ აყავთ. ამათი პატრონი არის აღლირ ახსნილი დასავლური სექტები, დასავლური მიმართულებები, დასავლური ფინანსები გათახსირდნენ საბოლოოდ და გამოვიდნენ ყოველგვარი ადამიანურისგან, ყოველგვარი ღვთაებრივისგან, ჩაბარდნენ სატანას თავიდან ფეხებამდე და სურთ რომ აცთუნონ საქართველოს და უფსკრულში გადაჩეხონ ჩვენ და სამწუხაროდ. აი როგორ ასრულებენ ეს ვაჟბატონები და ქალბატონები ევროპულ დავალებებს, დასავლურ დავალებებს. დავალებები ბრიუსელიდან და უცვლელად წასაკითხი ტექსტი პრაიმტაიმა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც როგორც გამოცემა ეუწყება ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. წერილის დასაწყისში აღნიშნულია, რომ ტექსტში რადიკალური ცვლილებების შეტანა აკრძალულია. რამდენიმე წუთში ეს ტექსტი რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა სიტყვით წაიკითხეს. მარიამ ქართველიშვილი გვეტყვის უფრო მეტს ის პირდაპირ ეთერში გვერდება. რუსთაველის პროტესტის ნაცნობმა სახეებმა ბრიუსელის დავალება პირნათლად შეასრულეს. ოპოზიცია და რუსთაველის გამზირზე მყოფები დიდ სკანდალში გაეხდნენ. გამოცემა პრაიმტაიმმა ინგლისურენოვანი წერილი გაავრცელა, რომელიც გამოცემის ცნობით ბრიუსელიდან კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა ადგილობრივ ოპოზიციას გამოუგზავნეს და დაავალეს, რომ განცხადება რადიკალური ცვლილებების გარეშე გაეხმოვანებინათ. წერილის გასაჯაროებიდან რამდენიმე წუთში რუსთაველზე რადიკალური პროცესების აქტიურმა მონაწილეებმა ლევან ჯობავამ რუსთაველის პროტესტის სახეებთან ერთად ბრიფინგზე დავალება შეიძლება ითქვას სიტყვით შეასრულა ტექსტი, რომელიც ჯობავამ წაიკითხა იდენტურია ბრიუსელიდან გამოგზავნილი განცხადების. გამარჯობა. 28 ნოემბერს 1 წელი გადის მას მერე, რაც ქართული ოცნების არალეგიტიმურმა რუსულმა და უღირსმა რეჟიმმა, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს ღირსებით ევროპისკენ სვლას პირდებოდა, ღიად თქვა უარი ქვეყნის ევროპულ გზაზე და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობაზე. 1 წელია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი რეჟიმის მიერ ადამიანების მძევლად აყვანას. არაერთი მათგანის ღირსების შემოახალ მოპყრობას და წამებას უწყვეტი მტკიცე ბრძოლითა და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობით პასუხობს. ევროპულ მომავალზე უარის თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოაწყო საკონსტიტუციო გადატრიალება საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენი ბრძოლა ამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, კონსტიტუციისთვის, ევროპული მომავლისთვის, საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქვეყნის გამთლიანებისთვის, ხარისხიანი განათლებისა და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის ბრძოლაა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ ევროპულ სივრცეში, თავისუფალ სამყაროშია შესაძლებელი. ბუნებრივია დაუკავშირდით თავად ლევან ჯობავას მთავარი კითხვით საიდან და ვისგან მიიღო მან დავალება და ტექსტი, თუმცა ჯობავამ კითხვა ბოლომდე მოისმინა, ტელეფონი კი გათიშა. თუ შეგიძლია რომ გითხრა ვინ მოგაწოდათ ტექსტი, რომელიც დღეს თქვენ წაიკითხეთ?
აი ეს არის ამათი სახე. ერთგვერდიანი ტექსტის დაწერის უფლება არ აქვთ. მე მგონი არ შეუძლიათ, მაგრამ უფლება არ აქვთ, რაც თავარია. დასავლეთი ეუბნება თქვენ იტყვით იმას, რასაც ჩვენ დაგავალებთ. თქვენ გაახმოვანებთ იმას, რასაც ჩვენ დაგიწერთ. და თქვენ განაცხადებთ იმას, რის უფლებასაც ჩვენ მოგცემთ. არგერ კონკრეტული ფაქტი. წინასწარ გამოცხადდა ტექსტი, რომელიც იყო დასავლეთიდან გამოგზავნილი და შემდეგ, რამდენიმე წუთის შემდეგ, აი ეს ტექსტი რუსთაველის პროსპექტზე ამ იდიოტებმა წაიგეთხეს როგორც საკუთარი ტექსტი, როგორც საკუთარი პოზიცია. ამ დროს გამოგზავნილი ბრიუსელიდან, გამოგზავნილი ევროპიდან და მიცემული მათთვის დავალება. აი ეს არიან ესენი. ეს არის პირდაპირი აგენტურა, რომელიც კაცმა რომ თქვას არც ინიღბება, არც მალავენ ამას. და არც ისინი ინიღბებიან. აი ჯიქურ გვიტევენ. პირდაპირ შტურმით მოდიან. და ჩვენ რა თქმა უნდა ვალდებული ვართ, რომ გაუძლოთ ყველაფერ ამას. მე მინდა აქვე ამავე რუბრიკაში მოგასმენინოთ ამ ეპიზოდის შეფასება, რომელიც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში, ეს არის პირდაპირ ყოველდღიური ხელით მართვა პროცესებისა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებს დღეს რადიკალური ოპოზიცია და გარედან დაქირავებული NGO-ები. მეტი როგორ უნდა ითქვას, ღიად, გახსნილად, ყველაფერი არის ნათქვამი, ყველაფერი არის გაცხადებული და მოქმედებას დაწყებულია სხვათა შორის. აი ამიტომ მე ცოტა მოგვიანებით მომიწევს ამ თემასთან შეხება, მაგრამ ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმალამოღებული ბრძოლა რა საკითხიც არ უნდა იყოს ის, დღეს მეტისმეტად საფრთხილოა. იმიტომ რომ ისეთი დამცველი ქართული ინტერესებისა, როგორც ქართული ოცნება არის ამ ნაწილში, საგარეო ორიენტაციის ნაწილში. საქართველოს არ ყოლია საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან მოყოლებული დღემდე. ქართული ოცნება ამას აკეთებს და ეს უნდა დავინახოთ, ამის დაუნახავობა არ შეიძლება, მაგრამ მე მინდა ჯერჯერობით დავრჩე ამ რუბრიკის ფარგლებში ფსიქიატრიის რენტგენი, რამე მხატვრული მინდა შემოგთავაზოთ, აი შეფასება, როგორ იქცევა ეს აგენტურა, ამისი მხატვრული შეფასება თუ შეიძლება. აი აბთა მონები აფათ, მონები აფათ. რეჟისორს მინდა ვკითხო, თამარ კვარაცხელიას ხომ არ გაუკეთებია რამე სატირული ამ თემაზე? მე ჟურნალისტი თამარ კვარაცხელია არ ვკითხულობ მოსკოვიდან გამოგზავნილ ტექსტს და ყველაფერი რასაც ახლა ვამბობ ჩემი სიტყვებია. ვგმობ სხვა ქვეყანაში დაშერილ ტექსტებს და ვგმობ უცხო ქვეყნის მონობას. არასოდეს საქართველო აღარ იქნება უცხო ქვეყნის გავლენის ქვეშ და მე როგორც გულანტებული ახალგაზრდა აღარ ვაპირებ ბრიუსელში გაღვიძებას. ძირს მონობა გაუმარჯოს თავისუფლებას. გაუმარჯოს თავისუფლებას, ოღონდ ნამდვილს ჭეშმარიტს, ხოლო მონობა იყოს მათთან, ვინც თვითონ აირჩია მონობა. ესენი არიან დასავლეთის ყურმოჭრილი მონები. დასავლეთის ყურმოჭრილი მონობა, აქ დავამთავრებ ფსიქიატრიის რენტგენს და გადავალ საკითხებზე, დასავლეთის ყურმოჭრილი მონობა ბევრ რამეში ვლინდება. მაგალითად, ისეთ საკითხებშიც კი, სადაც თითქოს კომპეტენტურად მსჯელობს ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ იმდენად ტენდენციურია, რომ თვალში საცემი კი არ არის, სასაცილოა, ღიმილის მომგვრელია და აი დაცინვა გინდა და გინდა რომ სილა გააწნა, ისეთ რამეს გეუბნება ადამიანი. ძალიან რთული ვითარებაში არის რუსეთი. არა მხოლოდ
აი იმ გამალებული შეიარაღების გამო, არამედ აი ამ ეკონომიკური მდგომარეობის გამოც, რომელშიც ის, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა სანქციებისა და პარალელურად აი ამ ნავთობზე წამოწყებული თამაშების გამო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ თუ სხვა მხრივ რაღაცნაირად ხელი არ შეეშალა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, ჩვენ ვნახავთ დაახლოებით ისეთივე ფიასკოს, ამჯერად უკვე პუტინის რეჟიმის, როგორც იყო საბჭოთა კავშირის ფიასკო 90-იან წლების დასაწყისში. აი ასეთი გახლავთ ამ კაცის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ანალიზი, მსჯელობა თუ უახლოეს მომავალში რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთი. თითქოს დამაჯერებელია მსჯელობის პათოსით, რაღაცნაირი დამოკიდებულებით, რომ თითქოს პოლიტოლოგი გელაპარაკება, თითქოს გელაპარაკება ადამიანი, რომელიც ერკვევა ამ საკითხებში, მაგრამ გეუბნება ამნაირ სისულელეს, რომ რუსეთი ამ სანქციების შედეგად ისეა დაუძლურებული, რომ სულ მალე დადგება ისეთივე ფიასკო, რაც დადგა საბჭოთა კავშირისთვის 90-იანი წლების დასასრულს. აი ამას გვეუბნება ეს ქართველი კაცი. ახლა ვნახოთ იმავე თემაზე რას გვეტყვის ისეთი კომპეტენტური პირი, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო. რამდენად წამოიჭრა აღნიშნული საკითხი, როგორც დამატებითი ზეწოლის მექანიზმი? ჩვენი მხრიდან სანქციების მხრივ ბევრი მექანიზმი აღარ დარჩა. გულისხმობ, რომ ჩვენ უკვე დავარტყით მათ მთავარ ნავთობ კომპანიებს, რასაც ყველა ითხოვდა. ბუნებრივია, ეს სანქციები ჯერ უნდა ამოქმედდეს და გარკვეული დრო სჭირდება, სანამ შედეგს გამოიღებს. მაგრამ არ ვიცი რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით ამ მხრივ, დასასანქცირებელი ობიექტები თითქმის აღარ დარჩა. ესე იგი, კაცი უმაღლესი პირი ამერიკის შეერთებული შტატების ამ საკითხების ფუნდამენტურად მცოდნე. გვეუბნება, რომ ჩვენ აღარაფერი აღარ დაგვჭა, უკვე დასასანქცირებელია. ყველაფერი ვცადეთ, ყველაფერი გავაკეთეთო, მაგრამ შედეგები არ გამოჩნდა. მეტი რა გავაკეთოთ ამ მიმართულებით არ ვიცით, ამ დროს ვიღაცა ქართველი კაცი ქარაფშუტა ზედაპირულად მცოდნე, თუ საერთოდ არ მცოდნე და ჩაუხედავი ამ საკითხებში, გვეუბნება, რომ რუსეთი მალე დაინგრევა. ხომ არის ეს საკუთარი ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ხომ არის ეს თეთრის შავად გასაღების და შავის თეთრად გასაღების მცდელობა. ანუ ამოყირავებული რეალობის წარმოდგენა. ესეც ხომ არის გაგრძელება იმ შიზოფრენიისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ რუსოფობია. აი ეს არის რუსოფობია. ამგვარმა რუსოფობიამ, ამგვარმა დამოკიდებულებამ, რომელიც მათ და სამწუხაროდ დღემდე მოქმედებს უკრაინაში, უკრაინა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობამდეც არის მისული. ჩვენ კიდევ შედარებით იოლად გადავრჩით 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ამ ჩვენმა ავაზაკმა თავისი ავანტურისტული საქმიანობით, რომელიც რა თქმა უნდა პროვოცირებული იყო დასავლეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, წამოიწყო ის უბედურება, რაც დატრიალდა ცხინვალში და რამაც 2 დღეში დაამთავრა მთელი ეს ჩანაფიქრი, მაგრამ დაამთავრა რითი? იმითი, რომ ჩვენ გავკარგეთ ტერიტორიები, მოხდა ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის, ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება და მისი გამოსწორების გზები დღემდე არ ჩანს. არც არავინ ეძებს მაინც და მაინც ინტენსიურად, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია, რომ დღემდე არ ჩანს. აი სანამდე მიყავს თითქოს ამ უწყინარ შეცდომას, ხომ შეიძლება ვინმე მეტყვის ამ კაცს ასე ეგონოს და ასე ლაპარაკობს. ასე არ უნდა გეგონოს. როდესაც ასე გგონია, ანუ ამდენად უვიცი ხარ და ამდენად ჩაუხედავი ხარ საკითხებში, მაშინ საჯარო გამოსვლის უფლება არ უნდა მისცეს საკუთარ თავს. თუ ეს საკითხები თავიდან ბოლომდე კარგად არ აქვს აწონილი, გააზრებული თლიანობაში და ასე ფრაგმენტულად აზროვნებ, ამისი უფლება საჯაროდ საკუთარ თავს არ უნდა მისცე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ასე ხდება და აი ეს ყველაფერი არის აგენტურული ნამუშევარი. ეს აგენტურული მუშაობა ახლა არ დაწყებულა. ჩვენ ხშირად გვიჭირს ხოლმე მთლიანობაში გააზრება საკითხისა და რაღაც ამოგლეჯილი კონტექსტებით, ამოგლეჯილი ფრაგმენტებით ვცდილობთ
გავიკვლიოთ გზა ამ ინფორმაციის ოკეანეში, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და რასაც ძალიან ძნელია რომ ბოლომდე ჩაწვდეთ. ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი უმთავრესი ბოლომდე ჩასაწვდომად საჭიროა ის რომ თლიანობაში დავინახოთ მოვლენების. აგენტურული მუშაობა როდის დაიწყო? აგენტურულმა მუშაობამ საქართველო კი არა, საბჭოთა კავშირი დაანგრია. ნომერ პირველი სახელმწიფო, უმძლავრესი ბირთვული სახელმწიფო. ნუ რავის, ეგონება ის შემოგდებული ნარატივიო რომ იწვიან ახლა, რომ ეკონომიკამ დაანგრია საბჭოთა კავშირი, ეკონომიკის სისუსტემ, ეკონომიკის სიმყიფემ და ასე შემდეგ. ტყუილია ეს. არც ერთ სისტემას არ შეუძლია ისეთი მძლავრი ეკონომიკის შექმნა, როგორი შეუძლია სოციალისტურ სახელმწიფოს. და ამის მაგალითი გახლავთ ჩინეთი და თუ გნებავთ ჩრდილოეთ კორეა გახლავთ ამის მაგალითი პატარა სახელმწიფო, შედარებით პატარა სახელმწიფო, რომელიც სასწაულებს ახდენს. მაგრამ ჩინეთი გიგანტი, რომელთანაც ახლა ახლოს მივედით და ურთიერთობები გვაქვს და შესანიშნავია ეს არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სოციალისტური ეკონომიკა. საბჭოთა კავშირის 30 წელი სტალინური პერიოდი იყო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სოციალისტური ეკონომიკა. ეს არის უძლიერესი ეკონომიკა, მაგრამ როდესაც აგენტურა მოვა და აგენტურა ხელისუფლებაში შემოიპარება, სათავისკენ მიღოღავს და მივა კიდეც, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერც სოციალისტური ეკონომიკა ვეღარ გაძლევს. ამიტომ აგენტურასთან მეტი სიფრთხილეა საჭირო. ახლა მე მინდა დღეს თქვენ გაჩვენოთ რამდენიმე ეპიზოდი, ისტორიული ეპიზოდია და არ იქნება ინტერესმოკლებული ამის ნახვა, თუ საიდან რა და როგორ იწყებოდა საბჭოთა კავშირის მგრეველები. მიხეილ გორბაჩოვი, რომელიც საბჭოთა კავშირის პირველი პირი გახდა. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოს პოლიტბიუროს წევრი გახდა და საგარეო საქმეთა მინისტრი. ესენი იყვნენ მგრეველები, სხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ორი კაცი პრინციპულად და ძირითადად ანგრევდა საბჭოთა კავშირს. მაგრამ როგორ შემოიპარნენ ისინი და როგორ შემოვიდნენ და როგორ იღებდა მათ საბჭოთა ხელისუფლება თავის დროზე. აი ერთი კონკრეტული მაგალითი. Уважаемые товарищи, мы встречаемся с вами в канун Нового года. Это, конечно, придает особую окраску нашей встрече, делает ее вдвойне праздничной. И мне хотелось бы сердечно поздравить всех вас, людей разных поколений, разного призвания, и с наступающим годом, и с наградами Родины. Орден Ленина удостоен Эдуард Амбросиевич Шеварднадзе, кандидат в члены Политбюро ЦК КПСС. Энергичный и смелый человек. Он на посту руководителя грузинской партийной организации заслужил авторитет и в республике, и в стране. Мне доставляет удовлетворение вручить сегодня орден Октябрьской революции Михаилу Сергеевичу Горбачеву. Награду он заслужил, работая в одной из важных житниц страны Ставрополье. Надеюсь, что и на новом ответственном посту секретаря ЦК Михаил Сергеевич проявит свойственные ему инициативы и самоотверженность в работе. დასავლეთის ორი აგენტი, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. დაჯილდოებული არიან ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი, ეს არის 80-იანი წლების დაახლოებით შუა წლები, როდესაც გორბაჩოვი უკვე გადაიყვანეს მოსკოვში, სტავროპოლიდან, შევარდნაძე ჯერ კიდევ საქართველოში. აი ამ დროს, აი ამ ადამიანებს აჯილდოებენ უმაღლესი ჯილდოთი და გულში იკრავენ და ასე ვთქვათ, იმედებს ამყარებენ მათზე. ახლა ბარემ რა კი ეს ისტორიული კადრები ვნახოთ ისიც თუ როგორია მათი პოზიცია
ამ დაჯილდოების დროს. Эдуард Шеварднадзе, ჯერ ვნახოთ Эдуард Шеварднадзе. Все хорошо. Но как дойду до Шерва, так, научился, Эдуард, научился. Желаю успеха. Дорогой Леонид Ильич, любая награда нашей Родины, нашей партии, дорога для коммуниста, для гражданина нашей страны. Но вдвойне дорога эта награда, когда она вручается великим продолжателем дела бессмертного Ленина, самым дорогим и любимым на нашей земле для всех честных людей человеком Леонидом Ильичем Брежневым. Я хотел бы воспользоваться этим счастливым моментом и от имени нашего народа, грузинского народа, всех народов Советской Грузии поздравить вас, дорогой Леонид Ильич, с награждением орденом Ленина, 3-й золотой звездой Героя Советского Союза, поздравить вас с наступающим Новым годом и заверить, что трудящийся Грузии все сделает для безусловного выполнения решений Ноябрьского пленума, ваших указаний и установок, которые были изложены в замечательном, глубоко научном выступлении на Ноябрьском пленуме Центрального комитета партии. Большое спасибо. აი იუდას ასე ვთქვათ მონოლოგი რომელიც ამ დროს უკვე გაჟღენთილია საბჭოთა კავშირისადმი სიზურვილით, სოციალისტური სისტემისადმი სიზურვილით და თავიდან ფეხებამდე ჩაბარებულია დასავლეთს და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. აი ამ კაცის მონოლოგი უმაღლეს დონეზე საბჭოთა კავშირის. ახლა ბარემ გორბაჩოვის ეპიზოდის ვთხოვთ. Михаил Сергеевич, поздравляем. Не кончили мы там дело. Канал. Но мы его кончим отсюда. Обязательно, Леонид Ильич. Большое раз поздравляю с Новым годом. Желаю успеха в работе. Ну и счастья в жизни. Большое спасибо. Дорогой Леонид Ильич, я хочу выразить слова глубокой признательности за высокую оценку моего труда Центральным комитетом, Президиумом Верховного Совета СССР, лично вами. Вы правильно сказали, Леонид Ильич, что эта награда присуждается за работу на Ставрополье. Я очень рад, что получаю ее вместе с многими хлеборобами Ставрополья за достижения в борьбе за урожай в юбилейном году. Хочу заверить вас, Леонид Ильич, Центральный комитет партии, что на новой работе в Центральном комитете, который работает под вашим руководством, буду все делать для того, чтобы оправдать доверие Центрального комитета партии, служить верно делу нашей Ленинской партии, интересам советского народа. Большое спасибо вам за добрые слова. აი ასეთი გახლავთ ეს ვთქვი უკვე იუდას მონოლოგი, აი ფიცი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ დროს, უკვე ჩაფიქრებული აქვთ ის, რომ სახელმწიფოს დაანგრიონ, სისტემას დაანგრიონ და ყველაფერს წერტილი დაუსვან. ახლა რუსეთის ხელისუფლება, ახლა კი არა, დიდი ხანია უკვე, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და პუტინის ხელისუფლება ეხვეწება დასავლეთს, რომ ნუ ფართოვდებით, ნატო ნუ ფართოვდება აღმოსავლეთით, იმიტომ რომ ეს ჩვენს უსაფრთხოებას შეეხება. ჩვენს უსაფრთხოებას რაც შეეხება, ჩვენ იმის დაშვება არ შეგვიძლია. ამიტომ ნუ გაფართოვდებით, მაგრამ როდის დაიწყო ეს ყველაფერი? მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებაში მოვიდნენ დასავლეთის აგენტები. იქიდან მოდის ეს ყველაფერი და დღემდე გრძელდება ის უბედურება, რამაც მიიღო ასეთი სისხლიანი სახე, რასაც შეეწირა მილიონები
და ღმერთმა იცის კიდევ რამდენ შეიწირავს და ღმერთმა იცის საერთოდ გადაიზრდება თუ არა გლობალურ კატასტროფაში, ბირთვულ კატასტროფაში. ამ ორი კაცის გაკეთებულია ეს, რა თქმა უნდა, მთელი ეს უბედურება, რაც შემდეგ დატრიალდა. იმავე ნატოსთან მის გაფართოებასთან დაკავშირებით, მარტო მე არ ვლაპარაკობ ამას, რა თქმა უნდა, აი რა სიტყვის ჯეფრი საქსი, ამერიკელი პროფესორი. Российское правительство неоднократно говорило: пожалуйста, не расширяйте НАТО. Вы обещали этого не делать, но все равно это собираетесь делать. Не доходите до Украины. США ответили: это не ваше дело. Русские сказали: итак, у нас есть граница с Украиной протяженностью более 2000 километров, так что это наше дело. США до сих пор повторяют: это не ваше дело, мы решили, что мы сверхдержава. На мой взгляд, мы находимся в опасности, потому что многополярный мир требует в первую очередь осмотрительности, осторожности и взаимоуважения великих держав. Რომელიც ინდახედულება, რომელიც სიფრთხილე, სად არის ან ერთი ან მეორე? Ვინ იჩენს ამას და ვინ ფიქრობს ამ მიმართულებით საერთოდ? Პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო გამწვავდეს ურთიერთობა, უფრო დაიძაბოს ურთიერთობა. ტრამპმა როგორც იქნა დაიწყო მოძრაობა იმ მიმართულებით, რომ თითქოს უნდა შეჩერდეს ეს ომი, მაგრამ არაფერი არ გააკეთა იმ მიმართულებით, რაც საჭირო იყო, რომ ომი გაჩერებული იყო. ომი სიტყვის თქმით არ გაჩერდება, ომი საქმის კეთებით გაჩერდება, ომი შეთანხმებით გაჩერდება, ომი კომპრომისებით გაჩერდება, ომი დათმობებით გაჩერდება. ამისთვის დასავლეთი თვითონ ტრამპიც კი არ აღმოჩნდა მზად და ამიტომ ჩვენ ახლა ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც არ ვიცით მართლაც რომელი კატასტროფა მოვა უახლოეს მომავალში და დაგვაწყდება და გადაგვივლის ცუნამივით. აი ეს ვითარება გვაქვს ზოგადად და ახლა ისევ საქართველოს რომ მოუბრუნდეთ. საქართველოში ძალიან ბევრს გაქირიან ახლა იმასთან დაკავშირებით, რომ არაბული ინვესტიციები შემოდის. არაბული ინვესტიციების შემოსვლა ერთმა ნაწილმა, როგორც პოლიტიკოსებისა, ასე საზოგადოებისა, მიიღო ძალიან დიდ უბედურებად, აღიქვა ძალიან დიდ უბედურებად, იმიტომ რომ ვიღაცამ ასე მიხიდა. ხოლო მეორე ნაწილმა გამოაცხადა, რომ არაბული ინვესტიციების შემოსვლა ეს არის ბედნიერება, ეს არის დიდი ინვესტიცია, ეს არის მსხვილი ინვესტიცია და ამიტომ საქართველოსთვის ეს ჰაერივით არის საჭირო და ეს ორი აზრი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მე ვიტყვი, რომ ორივე ცოდავს, ორივე მიმართულება ცოდავს. დღეს საქართველოში არაბულ ინვესტიციებზე მეტად უნდა ვლაპარაკობდეთ სოციალურ თემატიკაზე. სოციალურ თემატიკაზე, რომელიც უკიდურესად გამწვავებულია, კი ძალიან ბევრს ამბობს ხელისუფლება ეკონომიკის აღმავლობაზე, ციფრებს ასახელებენ მაღალს, ეკონომიკური ზრდისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ თუ ჯიბეში ფულის რაოდენობა არ იზრდება, თუ მაცივარში პროდუქტის რაოდენობა არ იზრდება, თუ კეთილდღეობა არ იზრდება, თუ სოციალური დაცულობა მოქალაქეებისა არ იზრდება, მაშინ ეს ციფრები არაფრის მთქმელი ხდება. მაშინ, როდესაც 20 ლარს გიმატებენ პენსიას, ესე იგი ერთი თვის განმავლობაში რომ იღებდი, იმაზე 20 ლარით მეც მიიღებო რომ გეუბნებიან, ეს დამაფიქრებელია, შემაშფოთებელია, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს მატება არ არის. ეს კლება 20 ლარზე მეც კარგავს და ჭამს ინფლაცია. ამიტომ ნუ ატყუებ პენსიონერს. ქემაინც ის მაინც გააკეთე რომ ნუ ატყუებ და უთხარი რომ 20 ლარს კი არ გიმატებ, მაგრამ კომპენსაციას მოგცემ იმისა, რა სახის ინფლაციას გვაქვს, რა მასშტაბის მატება გვაქვს, ყოველდღიური მატება პირველი მოხმარების საქონელზე, პროდუქციაზე, კვების პროდუქტებზე. ეს უბედურება გვჭირდა, ამაზე უნდა ვლაპარაკობდეთ პირველ რიგში. აი, მე მინდა ახლა წარმოგიდგინოთ თქვენ ამ პენსიის მატებასთან დაკავშირებით დიალოგი საქართველოს პარლამენტში. ვნახოთ როგორია დასმული შეკითხვა. 884,000 პენსიონერიდან თითქმის ნახევარს 415,000 ადამიანს 70 წლამდე ასაკის პენსიონერს პენსიას ვუზრდით 20 ლარით. და ახლა ვნახოთ რეალობა. თქვენივე სტატისტიკით სურსათზე წლიური ინფლაცია არის 12%, ჯანდაცვაზე 9%. ეს არის ორი ძირითადი კომპონენტი, რაშიც რეალურად პენსიონერებს ეხარჯებათ მთელი თავიანთი შემოსავალი და არის მარტივი არითმეტიკა. 20 ლარიანი ზრდა
რეალურად არის 7%-ით გაღარიბება სურსათის ფასებთან მიმართებაში. და ეს 20 ლარი იმ გაძვირებული მედიკამენტებისა თუ პროდუქტების თანხასაც კი ვერ ფარავს. დევნილი შემწეობა არის 45 ლარი, პენსიონერს ემატება 20 ლარი და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი მატულობს 1400 ლარით. რამდენად სამართლიანია ეს მოცემულობა? ასეთი გახლავთ დასმული შეკითხვა. ახლა მოусმინოთ გაცემულ პასუხს. ვერაფრით ვერ დავტოვებ იმ კითხვის ირონიულად კითხვის და აგრესიულად კითხვას, რაც ჩვენმა ოპონენტმა კოლეგებმა დააყენეს. პენსიონერს გარდა იმისა, რომ პენსია ფულადი სახით ემატება, მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე ძალიან ბევრი დივიდენდებია იგივე ჯანდაცვის მიმართულებით სოციალური ჯგუფების ნაწილში და იგივე ტრანსპორტის და ძალიან ბევრი დივიდენდები, რომელიც ერთად ფულადად ფულში რო გადაიყვანო, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ამ წუთას განსაზღვრული ფულადი რაოდენობა. თქვენ მოისმინეთ შეკითხვას და მოისმინეთ პასუხიც. და გაგიშთათ ალბათ ძალიან დიდი შინაგანი რაღაცა ესეთი დატვირთვა, რომ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენეს, რომ ჩვენს პენსიონერებს თურმე ბევრი დივიდენდი აქვს თუ რაღაცა აქვს თუ რაღაც ხელშეწყობა აქვს. არ არის ბატონებო ეს ასე. არ არის საკმარისი. თქვენ პენსია ჯერ ერთი ორ ნაწილად გაყავით 70 წელს მიღწევამდე და 70 წელს გადაცილების შემდეგ. ესეც რა არის? ის თქვენი უსუსურობის გამომხატველია, იმიტომ რომ 70 წელს შეიძლება ადამიანმა ვერც მიაღწიოს. მართლმაქნას რომ ყველამ თითქოს იცხოვროს და იცოს ხოლმე ამ ქვეყანაზე, მაგრამ აი ასეთი წვრილმანი მიდგომები, მაშინ როდესაც საკუთარი ჯიბის გასასხელებლად ყველაფერს აკეთებთ და მასშტაბები იქ სულ სხვა გვაქვთ. აქ ლაპარაკი 20 ლარით, 30 ლარით ეს შეურაცხყოფის მიყენებაა და ეს არის ურთულესი თემა, ურთულესი საკითხი. ამიტომ აი ამ ფონზე რაც არის შექმნილი გარეთ, შიგნით, რაღაცა დიდი უბედურება ტრიალებს, ყველაფერი ჯერ კიდევ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. აი ამ ფონზე ყველას ერთად დავიპირისპირებთ ხელისუფლებას მიმართავ, თორემ ეს პენსიონერები იქნებიან თუ სხვა სოციალური ჯგუფები, თუ დაგიპირისპირდათ ყველა ერთად, მაშინ გაგიჭირდებათ. არჩევნები მოვა, ძალიან მალე მოვა საპარლამენტო არჩევნები და იქ გაგიჭირდებათ. იქამდეც შეიძლება გაგიჭირდეთ. ამიტომ ამ საკითხებს უნდა მიხედვა და ამ საკითხებს უნდა მეტი ყურადღება, მეტი სიფაქიზე და მეტი სისათუთე. ახლა რაც შეეხება საერთოდ თლიანად რო დავდოთ ეს ყველაფერი და სასწორზე ავწონოთ. მე წეღავ თქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ არ შეიძლება დაკარგვა იმისა, რაც თქვენ გააკეთეთ ისევ ხელისუფლებას მიმართავ. მშვიდობის შენარჩუნება საქილიკო დაიგდეს. აი როგორც ის ტურაშვილია თუ რაღაცა აქილიკებდა ამ LGBT თემას, ამ იდეოლოგიას, რომელიც მოაქვს და ახლა შეჩერდნენ, ტრამპმა შეაჩერა, თორემ ევროპას რა შეაჩერებს. აი ამ უბედურებაზე, რომ ქილიკობდა, ისევე ქილიკობენ ამ მშვიდობის შენარჩუნების თემაზე. მშვიდობის შენარჩუნება ეს არის უდიდესი მონაპოვარი. იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არის პოსტსაბჭოთა სივრცეში და საერთოდ მსოფლიოში და რეგიონში და უკრაინაში. ამისი დაუნახაობა, ისეთი უმადურობაა და ისეთი უგუნურებაა, რომ წინ დაგვხდება. იმიტომ რომ ამას თუ ვერ დაინახავ, მაშინ არჩევნებში სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. მაშინ თავისუფლად შეიძლება აგენტურის იდეოლოგიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. და ამის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ რა ვიცი, რა კუთხიდან არ ვცდილობ დაგანახოთ თუ რას ნიშნავს აგენტურის მოსვლა ხელისუფლებაში. ამიტომ ყველაფერ ამას ცოტა სხვანაირი მიდგომა ჭირდება და ახლა მინდა აი ამ მშვიდობასთან დაკავშირებით რა ღირდა, რა ფასად ჯდებოდა, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. ქალბატონი თეა წულუკიანი. ჩვენ რომ დავთანხმებოდით იმას, რაც იყო მათი გეგმა, გაგვეხსნა ფრონტი და ასე თქვათ, რუსეთი გვეიძულებინა მათი გაგებით, რომ თავისი შეიარაღებული რესურსი საქართველოსეც დაეხარჯა და
ბალტიისპირეთი არ ყოფილიყო შემდგომი, როგორც მათ ეშინიათ მსხვერპლი, ჩვენ ვიქნებოდით მათი, ასე ვთქვათ, სანაქებო თოჯინა. მე არ მეგულება საქართველოში ერთი ქართველი მაინც ვისაც მოეწონება, რომ ბრიუსელმა შეაქოს იმის გამო, რომ ქართველი ბიჭები იღუპებიან, იმიტომ რომ ბრიუსელის ნაცვლად იბრძვის. ჩვენ ამდენი სისხლი უბრალოდ აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ აღარ გვაქვს დასაღვრელი სისხლი. ისედაც ბევრი დავუყარეთ უაზროდ, სხვათა შორის, უკანასკნელი 30-40 წლის განმავლობაში და ჩვენ არა გვაქვს სხვისთვის გასაღები სისხლი. ჩვენ არა გვაქვს უკრაინული ნეოფაშიზმისთვის გასაღები, მათ მხარეს გასაღები სისხლი. ჩვენ არა გვაქვს ევროპული ნეოფაშიზმის მხარეს და მათი ინტერესების დასაცავად დასაღვრელი სისხლი. ქართველ ხალხს ამის ფუფუნება არ აქვს. ამიტომ ის რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ამ მიმართულებით არის დასაფასებელი. ამისი დაუნახავობა გამორიცხული. ხლა რა შეეხება არაბულ ინვესტიციას. ვიდრე ამ საკითხზე რამეს ვიტყოდე, მინდა მოგასმენინოთ თვითონ არაბი ინვესტორის მიერ ნათქვამი ერთი ფრაზა. პასუხი თქვენს იცით. პრემიერ-მინისტრთან ერთად განვაცხადეთ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური აქტივობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. ეს თავისით არ მომხდარა. როდესაც მოწმენი ვართ სახელმწიფოს ასეთი მდგრადი განვითარების, აშკარად ვიღაც საქმეს სწორად აკეთებს. თავისთავად მთავრობა შესაბამისად საქმიანობს, საზოგადოებაც შესაბამის როლს ასრულებს. გეტყვით, რომ ყველა ინვესტორი ხარბია. მათ მოსწონთ ზრდა. მათ სურთ ზრდაში თანამონაწილეობა. თქვენი ამბავი შესანიშნავია. ასევე მსოფლიოს მეტად საინტერესო კუთხეში ცხოვრობთ. ძალიან საინტერესო ნაწილში და თქვენმა ხელისუფლებამ შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. როდესაც ასეთი დადებითი მოცემულობის შენარჩუნებაა შესაძლებელი, ხელისუფლება ძალიან ბრძნულად მოქმედებს. მე კი ვიტყოდი, რომ წინ კიდევ უფრო მეტი და უკეთესი გველის. ბევრს თავისთავად სურს თანამონაწილეობა. ეს ეპიზოდი რატომ განახეთ? ეს კაცი საუბრობს ინვესტიციების ენით, ინვესტორის ენით. ეს კაცი საუბრობს კაპიტალიზმის ენით, კაპიტალიზმის წესებით და კაპიტალიზმის კანონებით. და ამბობს, რომ თქვენ ქვეყანაში დღეს შესაძლებელია ინვესტიციების ჩადებაო. ანუ პროგრესი გაქვთ, ეკონომიკური ზრდა გაქვთ, რაღაც ისეთი მონაცემები გაქვთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ შესაძლებლად ჩავთვალეთ ამ მასშტაბის ინვესტიცია ჩაგვედოა. ეხლა მე მინდა თქვენ გკითხოთ ქართველ ხალხს. დღეს რომ იყოს რეფერენდუმი, სოციალიზმი თუ კაპიტალიზმი? არ ვიცი, რამდენი პროცენტი მისცემდა ხმას სოციალიზმს და რამდენი კაპიტალიზმს. მაგრამ დიდი პროცენტი მისცემდა ალბათ ხმას კაპიტალიზმს, იმიტომ რომ დაამუშავეს საზოგადოებრივი ცნობიერება ამ მიმართულებით, კარგად იმუშავეს, ფუნდამენტურად ჩაუდეს თავში თავიანთი პოსტულატები და ყველას გონია, რომ უნდა იყოს კაპიტალიზმი. თუ კაპიტალიზმი უნდა იყოს, მაშინ ინვესტიციები უნდა იყოს. ინვესტიციას ეროვნება არ აქვს. ის ან არაბეთიდან მოვა, ან ჩინეთიდან მოვა, ან ირანიდან მოვა, ან თურქეთიდან მოვა, ან ევროპიდან მოვა, ან რუსეთიდან მოვა, ან ამერიკიდან მოვა, საიდანმე მოვა. მაგრამ რა განსხვავებაა ჩვენთვის? არაბულ ინვესტიციებს ვეუბნებით უარს. ფრანგული რომ იყოს მისაღები იქნებოდა? კი, ბევრისთვის მისაღები იქნებოდა, იმიტომ რომ საფრანგეთზე შეყვარებული, ევროპაზეა შეყვარებული. და თან გონია რომ საფრანგეთი ქრისტიანობის ქვეყანა არ არის, ქრისტიანობის ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში იმ ქრისტიანობის ქვეყანა არ არის ჩვენ რომ ვართ. არ ვგავს ჩვენ. კაპიტალიზმი ყველგან კაპიტალიზმია. ამიტომ არჩევანი თავიდანვე უნდა გააკეთოთ. მთლიანობაში უნდა გააკეთოთ აი დღეს. მე რამდენად უსვამ ხას მთლიანობაში დანახვას. თუ მთლიანობაში არ გააკეთებთ არჩევნებს, მერე ძახილი იმისა, რომ ამდენი შევიკრიბებით, იმდენი შევიკრიბებით და არაბებს უარს ვეტყვით ინვესტიცია და ასე შემდეგ არის აბსურდი, არის სისულელე. მე ბევრმა მისაყვედურა, წინა გადაცემის შემდეგ სხვათა შორის, ბევრმა მისაყვედურა, რომ რატომ არ ეხები არაბულ თემას. გითხარიო, შენი აზრი გვაინტერესებს, რას ფიქრობ და როგორ უყურებ ამ საკითხს და მე იქ ვთქვი ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ახლა არ მინდა იგივე ვიმეორო ჯიუტად და ერთი და იგივე ვილაპარაკო სხვადასხვა გადაცემაში. ამიტომ მოდით შემოგთავაზებთ იმ ფრაგმენტს, სადაც მე ამ თემას, თუმცა არაბული ინვესტიცია არ მიხსენებია, მაგრამ სადაც ამ თემას შევეხე. რა მივიღეთ 75 წლის განმავლობაში? მივიღეთ სამნაწილად დაშლილი საქართველო. მივიღეთ 5,5 მილიონი მოსახლეობიდან 3 მილიონამდე დასული მოსახლეობა. მივიღეთ საქართველოდან გადახვეწილთა და ლუკმაპურის მაძებართა მთელი არმია. მივიღეთ გაჩანაგებული ეკონომიკა, მორყეული ზნეობა, ტრადიციულ ღირებულებათა უარყოფა და საკუთარ თავსა და საკუთარ იდენტობაზე უარის თქმა. მივიღეთ დემოგრაფიული კოლაფსი. მივიღეთ შემოდინება, არნახული შემოდინება უცხოელების. მივიღეთ მათი დამკვიდრების სავალალო პროცესი და საქართველოდან პრაქტიკულად ქართველთა განდევნის პროცესი. აი ეს მივიღეთ და ეს ყველაფერი რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ კი არ მოიტანა, რომელიც ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს ან შეიძლება არ გვიყვარდეს. ეს ყველაფერი მოიტანა სისტემამ. ის რაც იყო საუკეთესო, რაც იყო სამართლიანი, გადავაგდეთ და ჩავიხუტეთ. ის რაც იყო უსამართლო და რაც იყო დამანგრეველი როგორც ეროვნულობისთვის, ასევე ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის. აი რაში გავცვალეთ. და მივიღეთ რა გზით სიარული, იცით, აი ეხლა წარმოგიდგენთ ერთ კაცს ჩვენი უახლესი ისტორიიდან, რომელიც ამ კატეგორიებით აზროვნებდა. მე ვთვლი რომ პრივატიზაცია ჩატარდეს მხოლოდ იმისთვის რომ გაიყიდოს მაღალ ფულზე, რაც შეიძლება ძვირად ის რისი გაყიდვაც შეიძლება. რისი გაყიდვაც შეიძლება, ყველაფერი უნდა გაიყიდოს, თანაც რაც შეიძლება ძვირად. აი ფორმულა, ცხოვრების წესი, რომელიც ამ კაცმა უბრალოდ ამ სისტემამ შემოგთავაზა. ეს კაცი იმ სისტემის პირმშროა, თორემ თავისთავად ეს კი არ არის ცუდი კაცი. ცუდმა სისტემამ შვა ცუდი კაცები და მოიყვანა ისინი ხელისუფლებაში, რომლებიც აი ასე აზროვნებდნენ. რისი გაყიდვაც შეიძლებაო, მან ის კი არ თქვა ზნეობის მიხედვით შეიძლება თუ არ შეიძლება. არა, რაც ხელთ მოგვდება, აი რა ნივთიც კალმისტარია თუ ქაღალდის ფურცელია თუ მაგიდაა თუ სხვა რამეა, ყველაფერი უნდა გაიყიდოს. რასაც მყიდველი გამოუჩნდება, ყველაფერი უნდა გაიყიდოს. ამ ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ. აი რას გვასწავლის კაპიტალიზმი და საით მივყავართ მას. შეიძლება ასე ცხოვრება. ეს მოიტანს იმას, რაც ჩვენ გვინდოდა, კეთილდღეობას, ბედნიერებას, ქართველი ერის გაბრწყინებას, როგორც ამბობენ ხოლმე. არა, ეს არ მოიტანს ამას. ეს მოიტანს ქართველი ერის გაქრობას. იმიტომ რომ ჩვენ იმდენად მცირე რიცხოვანი ხალხი ვართ, რომ ჩვენ ვერ გავიტანთ ამ ყიდვა-გაყიდვის საზოგადოებაში. ყველაფრის გაყიდვით მივიღებთ იმას, რომ არაფერი არ შეგვრჩება, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო მცირე რიცხოვანი ხალხი ვართ, არამედ ჩვენ შესაძლებლობაც არ გვაქვს, რომ ვინმესგან რამე ვიყიდოთ. მოვლენ და ჩვენგან ყველაფერს იყიდიან. აი ეს იქნება ის უბედურება, რაც დაემართება საქართველოში. უნდა მოხდეს ეს ასე, თუ არ უნდა მოხდეს. ვის დაუჯეროთ? მოდით ჩვენს სულიერ მამას მოусმინოთ. არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც რეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა, ქართული საბადოები, ქართული მდინარეები, წყაროები. არ უნდა გაიყიდოს ქართული მიწა-წყალი. ეს არის პატრიარქის გზა. რომელ გზას გავყვებით? კაპიტალიზმის პირმშროს ბენდუქიძის გზას თუ საქართველოს სულიერი მამის პატრიარქის გზას. ეს უკვე ჩვენი არჩევანი უნდა ვიყოთ და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ პრინციპებით, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები და შესაძლებელი. აი ამ გადაცემის შემდეგ კომენტარში რომ მომიწერ
რომ მოდი არაბულ ინვესტიციას შეეხეო. ამ თემას რატომ არ ეხებიო რომ საყვედურობ მეტი როგორ უნდა შევეხო. ჩემი პოზიცია მე გითხარით პატრიარქის ნათქვამის მოშველიებით. გითხარით მეორე უკიდურესობის ნათქვამის მოშველიებით. ქართული მიწაწყალი არ უნდა გაიყიდოს. ოღონდ არც არაბზე, არც თურქზე, არც ევროპელზე, არც ამერიკაზე და არც არავისზე არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ ეს რომ მოვახერხოთ, სისტემა უნდა იყოს სხვა. ამ სისტემის პირობებში ეს შეუძლებელია. ამ სისტემის პირობებში ჩვენ თავს ვერ გადავირჩენ და ვერ დავიცავთ საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს, იმიტომ რომ სოციალიზმი თვითონ აშენებდა. კაპიტალიზმი ინვესტიციებით აშენებს, ანუ შემოტანილი ფულით აშენებს. შემოტანილ ფულს შემოყვება ინტერესები. ის ინტერესები შენი ქვეყნის სასარგებლო კი არ იქნება, შენი ქვეყნის საზიანო იქნება, იმიტომ რომ სხვისი სასარგებლო იქნება. ეს ისეთი ლოგიკაა, ისეთი ფორმულებია, რომელსაც ბზარი არ აქვს, არსად თუ კაც გონება აქვს, რომ ეს დაინახოს. თუ ამის დანახვა არ შეგიძლიათ, მაშინ ვიწრიალებთ ასე, ზოგი ერთ მხარეს სწავლა, ზოგი მეორე მხარეს სწავლა, მაგრამ ორივე მტყუანი იქნება, იმიტომ რომ ორივე მიმართულებას, ვინც ებრძვის არაბულ ინვესტიციებს და ვინც ხარს უჭერს არაბულ ინვესტიციებს, საკუთარი მიზნები ამოძრავებს და საკუთარი ინტერესები არის დაკავებული თავიდან ბოლომდე. ორივე ცდილობს რომელიღაც მხარეს მიეტმასნოს. გონიათ რომ ერთს გონია რომ ეს მხარე გაიმარჯვებს, მეორეს გონია რომ მეორე მხარე გაიმარჯვებს. სინამდვილეში ჩვენი სატკივარი უნდა ვიტიროთ და ჩვენ სატკივარზე უნდა დავფიქრდეთ. ამიტომ გამოსავალი ასეთია. უნდა დავადგეთ რაღაცა გზას, უნდა დავადგეთ რაღაცა მიმართულებას და მე ამ გადაცემაში ამ მიმართულებას თავისი სახელი დავარქვი. მას ქვია მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა გვიხსნის. მართლმადიდებლობა გადაგვარჩენს. მართლმადიდებლობა არის სწორი და ჭეშმარიტი გზა. ამას ემსახურება ის რიტუალის, რომელიც დავამკვიდრე ამ გადაცემაში, ეს არის სამთლის ანთება და პირჯვრის გადაწერა და ლოცვა იმისთვის, რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და გქონდეს მომავალი ისეთი, როგორიც გვსურს. ამიტომ უნდა გავყვეთ გზას, რომელიც არის ისტორიული, რომელიც არის ნაცადი და რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. იმეორებ, ეს არის მართლმადიდებლობა და გთხოვთ ჩემთან ერთად შეიძლება გადაიწერეთ პირჯვარი. აი თითქმის ყველაფერი ისრისი თქმაც დღეს თქვენთვის მინდოდა. ამით დავასრულებ საუბარს იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. არ მინდა რომ დააკაკუნონ ამ კარებზე და გვითხრან ეს გადაცემა დახურულია. თქვენი სტუდია დახურულია. არ მინდა ეს ასე მოხდეს, თუმცა გარანტია არ მაქვს რომ ეს ასე მოხდება. ამიტომ ვილოცოთ იმისთვის რომ ყველაფერი სწორი გზით წავიდეს, ისე წავიდეს როგორც ეს პატარა ანგელოზი მიემართება ეკლესიისკენ, ძლევს ამ მისთვის დასაძლევ ბარიერს, იმ იმედით, იმ სურვილით, რომ მიეახლოს უზენაეს, მიეახლოს ჭეშმარიტებას, მიეახლოს სიყვარულს, მიეახლოს სიკეთეს და რა თქმა უნდა ანთებულ სანთლებს. ეს არის სწორი გზა, ეს არის ღმერთი გზა, ეს არის სატანის დათვრუნის გზა. ნახვამდის.